რას აპირებთ და რას გეგმავთ? მოკლედ, აქცია, სანქცია, ალტერნატივა. გახარია და ლელო. ანუ მათთან თანამშრომლობის პერსპექტივები მაინტერესებს შენი გადამსახედიდან. შენარჩუნდეს გამტკიცდეს და გაფართოვდეს მათთვის ლეგიტიმაციის, პოლიტიკური ლეგიტიმაციის არ მიცემის ხაზი. მაღალი მოლოდინი ხო იწვევს მაღალ იმედგაცრუებას. ეს მიგვაჩნია საკვანძო საკითხად, როგორც მორალურად, ისე პრაგმატულად გამარჯვების მიღწევისთვის. ნონსენსია. ეს არ ხდება. მხედრიონი აკეთებდა ამას ავტომატით. არაღიარებისთვის ადამიანებს დაჟის ეს. არის ხაზგასმა და აღიარებით ჩვენება, რომ მათ არ აქვს ლეგიტიმაცია კრიტიკული მასის. რეპრესიული კანონები გვაქვს, ყავს პოლიტპატიმრები, ყავს ადამიანები, რომლებიც ციხეში არიან, აი ღმერთმა იცის რატომ. იზოლაცია და მარტო დარჩენა გარემტრის წინაშე არის სწორედ ის, რაც ტერს უნდა და თან ეს კანონები ყოველდღიურად ლამის და გძიმდება და ჩვენ გვაქვს რეპრესიის და ძალადობის მანქანა. კედელთან მიაყენოს ეს რეჟიმი. რა თქმა უნდა, მეც მომხრე ვარ კი არა, საჭიროდ მგონია. მაგრამ აი ამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ გადაგარჩინოთ სისხლის ზღვრას. და აი უკვე ამ დაცული პოზიციიდან ამ უსინდისო манипуляციას მიმართავს. ამ საკითხზე დუმილი ყველაზე უფრო ცუდი რამეა. ეს მგონია აი ბოლო ეტაპზე ყველაზე დიდი შეცდომა. ჩვენ მოვუთხეთ მათ, რომ ეგ არის გზა კადიროების ბოგინის საქართველოში. ეს გულისხმობს რა თქმა უნდა ერთობლივ კომუნიკაციას საგარეო ფრონტზეც. გიგა, ერთი ნაწილი, რატომ არიან რთულ მდგომარეობაში? გამარჯობა მეგობრებო, ეთერშია გადაცემა აპოლიტიკური კოდის მორიგი გადაცემა YouTube პლატფორმაზე მისმინე, შემოგვიერთდით YouTube-ზე, ასევე სხვა სოციალურ ქსელებში და დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება პარტია ფედერალისტების თავმჯდომარე გიგა ბოგერია. გამარჯობა გიგა, მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ზოგადად შენ ძალიან საინტერესო რესპონდენტი ხარ და ამ გადაცემაში მინდა ვისაუბრო იმ სიტუაციაზე, რომელიც ამჟამად არსებობს ქართულ პოლიტიკაში, მათ შორის ოპოზიციურ სპექტრში და სხვადასხვა თავდაპირველ მოვლენებზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე და ამ შემდეგ. მაგრამ მოდი დავიწყოთ ოპოზიციური ერთობით, რომელიც პირადად ჩემთვის სიმართლე გითხრათ ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები არის რა. პირველ რიგში ჩემთვის რაც არის მნიშვნელოვანი, ანუ რას აპირებთ და რას გეგმავთ, ხო? იმიტომ რომ მე სამწუხაროდ 2024 კი არა, მანამდეც კი მე ვერ ვხედავ რამე ერთიანობას რაღაც მიზნების გარშემო, რა. თუ ეს დოკუმენტი პირობითად დავიღოთ, იყო რაღაც შეთანხმება იმაზე, რომ მოდი ერთმანეთს თავს არ დავეშხათ და ერთმანეთი არ ვლანძღოთ, ხო? ჩემი კრედო ამ შემთხვევაში არის, რომ მე რამე შეთანხმება იმის, რომ შენ თავს არ დაგესხან, შენ არ გჭირდება და თუ ეს შეთანხმება გჭირდება, უკვე პრობლემას უფრო აღნიშნავს გარკვეულწილად. რა და ამის მიღმა მინდა დავინახო რა ერთობლივად აი იქნება პირობითად რაღაც ქმედებები თუ არ იქნება და ნუ კიდე ერთი ეპიზოდი აუცილებლად უნდა ითქვას რომ შეთანხმებიდან კვირა არ იყო გასული და ნუ უკვე პირობითად ეს ეპიზოდი როდესაც ბაკურ კვაშილავა თავისუფლების მოედნიდან თქვა რაღაც რაც არ მოეწონა თქვა ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს, მე პეტრე ციხეშვილმა გადაზიარა და მე თამრა ჩერგოლეიშვილსა და პეტრეს შორის იყო რაღაც, ნუ მოდი რა უწევთ თავის აზრთა გაცვლა გამოცვლა, ხო? და მე რა იყო? მე იყო ნაციონალური მოძრაობის განცხადება. დაგიგროვდა გრძელი კითხვა. ხო, კი ბატონო. პირდაპირ გადავალ პასუხზე, ხო? კი, პირდაპირ გადადი პასუხზე. შეიძლება ორიგინალურად მეთქი თამდევი მოვლენა ივანიშვილიო. ნეტა ეგრე იყოს თამდევი იყო, სამწუხაროდ თამდევი არ არის. აბსოლუტურად განსაზღვრელი არის. და რაც შეეხება ამას, ხო, მე იმიტომ გავუსხაზი რომ ბოლო ეპიზოდი რატომაც გამოგრჩა თქო. ჯერ ჩამჭრელი კითხვა, კონტრკითხვა უნდა დაგისვა, რიტორიკული, ანუ თვითონ ჩვენ ხედვას გაეცანი? მგონი არა. და ეგ ცუდია, იმიტომ რომ არ არის ეს რაღაცა მრავალტომეული არ არის ეს რაღაცა ისი მრავალტომიანი ნაშრომი, ხო? საკმაოდ კომპაქტური არის ჩვენი ხედვა ყველა ამ პარტიის ვინ შევჯერდით იმაზე, რა შეხედავთ სტრატეგიას. არა, ნაშრომები რო იყო, ეგ არ არის ტესტი. რო არ იცოდა, არ ვიციო და როგორ გეცოდინებოდა თუ არ წაიკითხავდი. ხო? ქცევის კოდექსი ეგრეთ წოდებულს, რომელიც ასევე ჩვენ მოგონილი არ არის, ანუ პარტიებს შორის შეთანხმებები როცა ხდება ხოლმე, ბევრ რამეზე თანხმდებიან. თავდაუსხმელობა და კონკრეტული ასპექტების გაწერა, რა ტიპის
ქმედებები მიგვაჩნია მიუღებლად თანამშრომლობისთვის, ეგ მხოლოდ ერთი ნაწილი არის ურთიერთობის. თუმცა არ არის უმნიშვნელო ნაწილი ესეც. იმიტომ რომ ეს თემა ხო წლების განმავლობაში იყო სპეკულირების თემა კეთილმოსურნე გონიერი ადამიანებისგანაც, რომელიც შეიძლება არაფასებდნენ სწორად პრობლემა რაში მდგომარეობდა, ისე როგორც არაკეთილმოსურნეებისგან. ამიტომ ეგ ერთ-ერთი ასპექტია, მაგრამ მთავარი და სანამ მაგ საკითხს დაუბრუნდები, არის საერთო ხედვა. საერთო ხედვა იმაზე, თუ რაზე თანხმდებით, ანუ ჯერთი იმაზე, რაც უფრო მარტივია სათქმელად და ამაზე შეიძლება ბევრი ფორმალურად დათანხმდეს, რომ ივანიშვილის რეჟიმის ჩამოცილება ხელისუფლებიდან აუცილებელი, არასაკმარისი, მაგრამ აუცილებელი პირობაა ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის, გადარჩენისთვის და ქვეყნის შიგნით თავისუფლების დაცვისთვის, რომ ჩვენი ადგილი არის იმ ცივილიზაციურ სივრცეში, რასაც დასავლური სივრცე ქვია, ევროატლანტიკური სივრცე. ესეც შეიძლება ვიღაცა თავისთავად ცხადად ჩათვალოს, მაგრამ თავისთავად ცხად რაღაცებსაც აღნიშნა სჭირდება. მაგრამ ამის მერე უკვე იწყება ის საკითხები, რაც იყო დისკუსიის საკითხი ჩვენ საზოგადოებაში, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრშიც. ანუ როგორ მოვიქცეთ და ეხაც არიან სამწუხაროდ ჩვენ სპექტრში ძალები, რომლებიც ამ გზას არ გაყვან, ისინი უმცირესობაში არიან, მე მგონია რომ ეს ხედვა გაიმარჯვებს. რომ არ აღიარება, ხო, ისინი ვინც თქვა, რომ ნუ აი ხო შევეგუოთ სტატუს კოს, ხო? ხო, ნუ გახარიას პარტია, იაგოს გირჩი და ესე რომ აი სტატუს კო ესეთი არის და ესენი ხელისუფლება არიან და უნდა ვიურთიერთოთ მათთან, როგორც ხელისუფლებასთან. ამ პოლიტიკური პარტიების ფუნდამენტური შეთანხმება და ხედვა არის, რომ ამ რეჟიმის დამარცხება, როგორც თქვი, აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი დამოუკიდებლობა იქნას გადარჩენილი და მე ისრულებები გატარდეს ქვეყანაში, რაც აი ამ ჩიხიდან გამოგვიყვანს ამ უბსკრულისპირიდან და ამ გზაზე ერთ-ერთი საკვანძო საკითხი არის არაღიარების საკითხი. ანუ პოლიტიკური ლეგიტიმაციის არ მიცემა. რა თქმა უნდა, არაღიარებაში აქვე დავაზუსტებ, შეიძლება შენც გაგიჩნდეს კითხვა, ანუ ჩვენ სამწუხაროდ რეალობას ვაღიარებთ ძალაუფლება დღეს ივანიშვილს და მის გარემოცვას აქვს. ნუ ისევე როგორც მაგალითად კომუნისტურ რუსულ რეჟიმს ჰქონდა 1990 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე, მაგრამ ჩვენთვის პრინციპული საკითხი არის პრაგმატულად და მორალურად, რომ პოლიტიკურ სპექტრის უდიდეს ნაწილში და საზოგადოების კრიტიკულ მასაში უდიდეს ნაწილში შენარჩუნდეს გამტკიცდეს და გაფართოვდეს მათთვის ლეგიტიმაციის, პოლიტიკური ლეგიტიმაციის არ მიცემის ხაზი. თუმცა ეს მიგვაჩნია საკვანძო საკითხად, როგორც მორალურად, ისე პრაგმატულად გამარჯვების მიღწევისთვის. და სხვა შორის ამ სტრატეგიის ამ ნაწილის სისტორიას ადასტურებს რეჟიმის ნაბიჯებიც. მათთვის ეს ძალიან მტკივნეული საკითხი არის, პოლიტიკურად, სოციალურად, ქვეყნის შიგნით პირველ რიგში, მაგრამ მე ქვეყნის გარეთაც და ეს ორი საკითხი ერთმანეთთან კავშირში არის. ანუ მათ აწუხებ და ამიტომ არის ეს კატასტროფული და აბსურდული თან მავნებლური რეპრესიული კანონმდებლობა, რომ არაღიარებისთვის ადამიანებს დაჟის. ეს არის ხაზგასმა და აღიარებით ჩვენება, რომ მათ არ აქვთ ლეგიტიმაცია კრიტიკული მასის საზოგადოების. ოღონდ ამას სჭირდება გამყარება და ამის ეროზია არ უნდა მოხდეს. არც რეპრესიის გზით არ უნდა მივცეთ ამის საშუალება რეჟიმს, რომ გატეხოს პოლიტიკური სპექტრი და არც სრულ დიალოგზე მოლოდინებით, მანამ სანამ რეჟიმი გატეხილი არ არის. მეორე, არანაირი იმ ტიპის გზები, რაც მოკლე გზა არსებობს, რომ თარიღს იტყვი და ამ თარიღის გარშემო იტყვი, რომ აი ამ დღეს დავამთავრებ რეჟიმს, რომ ამ ტიპის შეცდომები რბილად რო თქვა, უნდა იყოს თავიდან აცილებული. ამაზეც არის სრული კონსენსუსი. და მესამე, რაც ამ ყველაფერს აჯამებს, ხო, რომ ისე მოკლედ გადაცემის ინტერესები და გამომდინარე, რომ ჩვენი ამოცანაა, რომ იმ ხარისხის მიუღებლობა შევქვნათ და პროტესტი საზოგადოებაში და აქ ისტორიული მაგალითები რელევანტური არის, იდენტური არა რელევანტური, რაც მოხერხდა 1990 წელს საბჭოთა რუსული კომუნისტური რეჟიმის წინამდე. როცა მათ ფორმალურად ძალაუფლება ჯერ კიდევ ჰქონდათ, ანუ მანამდე სანამ არჩევნები ჩატარდებოდა ოქტომბრის და გაიმარჯვებდა ეროვნული მოძრაობა მრგვალი მაგიდის ლიდერობით, ზუსტად გამსახურდიას მრგვალი მაგიდის ლიდერობით, მაგრამ მანამდე საზოგადოებაში იმ ხარისხის მიუღებლობა იქნა დამკვიდრებული ეროვნული მოძრაობის წყალობით, ჩვენი საზოგადოების აქტივობის წყალობით, რომ რეპრესიული აპარატი კომუნისტური რეჟიმის ვეღარ იყო ქმედითი, ანუ ისინი რეალურად დამარცხდნენ მანამდე სანამ ეს მოხდებოდა არჩევნებზე ამის გაფორმება. განარჩენებს მნიშვნელობა არ ქონდა, არჩევნებს ქონდა მნიშვნელობა, ოღონდ აზრი მას მიეცა მას შემდეგ, რაც საზოგადოებაში მოხდა ის გარდატეხა, რაც აუცილებელი იყო. იმისთვის რომ ეს გარდატეხა მოხდეს და ეს არის შემდგომი საკითხი, რაზეც მოხდა შეჯერება და რაც ამ სტრატეგიაშია, რომელსაც კიდევ ერთხელ დაჟინებით გთხოვ რომ გაეცნო და საზოგადოებასაც გააცნოთ უფრო ფართოდ. ხო, არის ის, რომ ჩვენ იმისთვის რომ ამოცანას მივახციოთ, საზოგადოება უნდა დაინახოს, რომ ის პოლიტიკური ძალები, ვინც აი ახლა ამ ოპოზიციურ ალიანსში ამ სტრატეგიაზე და ამ ურთიერთობის წესებზე შეჯერდა, მათ აქვთ უნარი იყვნენ ქმედითი ალტერნატივა. ეს ერთ-ერთი ფაქტორია, ხო, ჩვენ
ესეთ პირობითი სლოგანიც არ მინდა დავარქვათ, რომ აქცია, სანქცია, ალტერნატივა. ანუ ჩვენ გვჭირდება აქტიური საპროტესტო მოძრაობა ქვეყანაში, ქუჩის მშვიდობიანი პროტესტი, ყოვლის მომცველი. ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო წრეხი პარტნიორებისგან, იმიტომ რომ ეს ამცირებს რისკებს და აადვილებს ასეთი რეჟიმების მშვიდობიანად დამარცხებას, მაგრამ აი ამ ყველაფრისთვის, რომ ეს ყველაფერი შედგეს, რაც ჩემი აზრით იყო ყველაზე დიდი დანაკლისი აქამდე, ეს არის საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში განცდა, რომ ამ რეჟიმის დამარცხების შემდეგ არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომელსაც აქვთ უნარი მართონ ქვეყანა და მათ შორის უნარი რომ იურთიერთონ ერთმანეთში. ხო, ოღონდ არა იმ ჩემი აზრით არარეალისტური შეძახილით, რაც ხშირად გვესმოდა ხოლმე, რომ ერთი პარტია უნდა იყოს, ან შერწყმა უნდა მოხდეს, თუ ერთიანობა ასე ესმოდათ ხოლმე. რაც შემდეგ ყოველთვის თავდებოდა ცუდად, ყოველგვარი შინაარსის და სტრატეგიის გარეშე უბრალოდ თქვა, რომ ჩვენ ერთად ვართ, იმიტომ რომ საერთო შიდა მტერი გვყავს, რომელიც გარემტრის საქმეს აკეთებს, ანუ ივანიშვილის რეჟიმი. ეგ არ არის საკმარისი. ეს განსხვავებები არსებობს, ჩვენ გვჭირდება, რომ საზოგადოების ძალიან განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანებმა, რომლებიც ერთიანები არიან ივანიშვილის რეჟიმთან, ქვეყნის დამოუკიდებლობასთან და ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლის საკითხში, მაგაში ერთიანები არიან, ბევრ სხვა საკითხში, ვინც განსხვავდებიან, დაინახონ ამ პოლიტიკურ სპექტრში ყველამ ისეთი ძალა, რომელიც მათ შეხედულებებთან, მათ ფასეულობებთან ახლოს არის. ეს არის და ის ამბავი რაც გარეშე რაც ერთფეროვნების გარეშე ხო იმიტომ რომ ეს რეალობაა და ამ რეალობაზე ძალდატანება კი არ უნდა მოხდეს პირიქით ამ რეალობის სწორად წარმოჩენა უნდა მოხდეს საზოგადოების თუ ეს სრულიად ნორმალურია და ეს შესაძლებელია და აქვე ჩვენ ლეგიტიმურად ვიყენებთ იმ შეთანხმებას რომელიც მიღწეული იქნა წინა არჩევნებამდე მაგრამ რომელიც საზოგადოებამდე არ იქნა მიტანილი და რომელიც შემდეგ აი ამ ჩემი აზრით არასწორი კამპანიით ერთიანობაზე რომელიც მე ვერ შედგა რაღაცნაირად დაიჭრილა კი არის, რომ დაიკარგა, ეს არის მეხუთე პრეზიდენტის მიერ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად მიღწეული ქართული ქარტია, სადაც არის პირველი 100 დღის ხედვა, ანუ დემოკრატიული არჩევნებში ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ ის მინიმალური აუცილებელი ცვლილებები, რომელზეც განსხვავებული სპექტრი შეჯერებულია. ეგ არნიშნავს, რომ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსია არ არსებობს ან არ იარსებობს, აუცილებლად იარსებობს, მაგრამ არის აუცილებელი მინიმალური ნაბიჯები, რომელზეც შეჯერება მომხდარი არის. გამიგზავნა ძალიან, მაგრამ მოკლედ აქცია, სანქცია, ალტერნატივა. ამაზე არის ყველაფერი. რაც შეეხება ინციდენტს, რაც თქვი, პირიქით, ეგ ინციდენტი ჩემი აზრით სწორედ აჩვენებს ამ ინიციატივის და ამ შეთანხმების, ან ოპოზიციის, ამ ალიანსის სიცოცხლის უნარიანობას და განსხვავებას წარსულისგან, იმიტომ რომ ხო სამწუხარო რაღაც მოხდა, მე არ შევადე დეტალებში, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობამ ირეაგირა ისე, როგორც ამ შეთანხმებით იყო გათვალისწინებული და ამიტომაც ამოიწურა და მე მათ შორის ბატონ ცისკარიშვილსაც უსმინე ონლაინ ნახე და არ მახსოვს რომელ გადაცემაში იყო. არხზე და მისი სულისკვეთებაც ასეთი იყო. ამიტომ პირიქით, ეგ არის არ მინდა თქვა ხო ძალა, ამიტომ ძალა იქნება, როცა ამ რეჟიმს დავამარცხებთ და მე ქვეყანას იმ გზაზე დავაყენებთ, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია. მაგრამ იმ ამოცანის ვიზაზე შენ ოდნავ ირონიულად საუბრობდი, რომ იცი რა, ერთ თვე არ გასულა და ეგეთ რაღაც მოხდა, პირიქით, ეგ არის ეპიზოდი, რომელიც აჩვენებს ძალას. ეხა უყურე, ეხა გავჩერდი. კი, შენ რაც იმაპარაკე, აი მინდა რა მომენტ დავიწყო, იცი ირონია უყურე აქ მაგალითად ჩემი ირონია არანაირად მე არც ავქონ ცუდად არანაირად რასო უბრალოდ უყურე ირონია რაშია აი საბჭოთა კავშირზე ისაუბრე რა და საბჭოთა კავშირის სიტუაციის მერე ამ ჩვენ რაც გამოვიარეთ ომები და იმედგაცრუებები. ოღონდ იმედგაცრუებები აი როგორ იცი ხელისუფლებას ირჩევ რაღაც 95%-ით და მე ამ ხელისუფლების პოპულარობა კი შეიძლება მოსალოდნელი იყო, მაგრამ იკლებს მე რაღაც ახალი დაპირებები, ახალი იმედგაცრუებები. ეს საზოგადოება ჩემზე პირადად, ჩვენი საზოგადოება, მაინც ტოვებს უფრო დაღლილის და ნიჰილიზმში ჩაფლულის შთაბეჭდილებას და ანუ ეს ირონია უფრო რაღაც სიმწრით გაცინება უფრო სიმართლე გითხრა, ვიდრე რაღაც იქედნურად ჩაცინება რა. არა, მე არც აღიქვია რომ იქედნურად. კი ბატონო, ოღონდ რაც შეთქვი მაგას გამოეხმაურები. ხო, არ არის კარგი წამალი სასოწარკვეთა და ესეთ გაჭირების დროს. როგორი ლეგიტიმური არ უნდა იყოს წარსული იმედგაცრუებების გამო ზოგადად ან პოლიტიკურ სპექტრზე, ან პოლიტიკურ პროცესზე ნორმალური ადამიანის ბრაზი ისე ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ჩვენ ჯერ ერთი იმ ხარისხის საფრთხე გვაქვს გარე და შიდა რუსეთი, რა თქმა უნდა, და შიდა ამ გარემტრის საქმის მკეთებელი ივანიშვილის რეჟიმი, რომ ნუ ჩემი აზრით პოლიტიკოსებს ნამდვილად არ გვაქვს მაგის არც ფუფუნებას არ მინდა ვიხმარო ტერმინი. ანუ მხოლოდ საზიანოს სასწრაფო და ასეთი საფრთხის პირობებში და ისედაც ესეც საფრთხე არ ქონდეს იმედგაცრუება არსებობს უბრალოდ ეგ ფაქტი. და მე ეს უნდა მე ჩვენი ამოცანაა რომ ეს მოვატრიალოთ ხო რომ ადამიანებს უთხრათ რომ წარსულიც ვერ შევცვლით, შევცვალოთ აწყო და მომავალი.
ხო? და აწყვეტს დამამულის შეცვლას ისევ კომუნისტები რო გავიხსენებთ, ამის შემდეგ ჩვენ დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები და ეხა მოდის 31 მარტი, ისტორიული დღე, როდესაც წარსული, მათ შორის ძალიან ნეგატიური პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად ეროვნული მოძრაობის შიგნით, რომელმაც მე გარემტრის დახმარებით მძიმე შედეგები მოგვიტანა, ეგ დღე იყო დღე საოცარი ერთიანობის, შენ ახალგაზრდა ხარ უფრო ჩემზე, მე კარგად მახსოვს ეგ დღე და ერთ-ერთი დიდი დღე იყო ჩვენ უახლეს ისტორიაში, შეიძლება უდიდესი, ხო, დამოუკიდებლობის აღდგენის. და ჩვენ გვჭირდება მაგ ხარისხის ერთიანობა ამ ფასეულობით არჩევანზე. ამ არჩევანზე ჩვენ იმისი რომ ჩვენ გვაქვს უნარი როგორც საზოგადოებას, რომ ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ვიყოთ სახელმწიფო ერი და ვიყოთ თავისუფალ ერთა ოჯახში. დაცულები გარემტრისგან და დაცულები გარემტრის საკეთებელი შიგნით ყოფი ძალებისგან, როგორც დღეს სამწუხაროდ ძალაუფლების მქონე ივანიშვილის რეჟიმი. ამაზე ელაპარაკი და დიახ, ეგ ნიჰილიზმი უნდა დავძლიოთ, იმიტომ რომ არაფერი კარგის მომტანი არ არის, მხოლოდ მტრისთვის გამოყენებადი ინსტრუმენტი არის. კი ბატონო, უბრალოდ საქმე რა ამ კითხვის გაგრძელება მინდა და მე გაგაწყვეტინე ბოდიში. არა, ეგ არაფერი. უყურე რა საქმე გეცნობ შენ სტანისლავსკის ცნობილი გამონათქვამი ნიგერიუ რა არ მჯერა. ხო, აი პირობითად ქართული ქარტია ახსენე რა. ქართული ქარტია არანაკლები შეთანხმება უნდა ყოფილიყო, პირობითად ვთქვა, გახარიათ შეუერთდა, თუ გახსოვს ყველაფერი მახსოვს. ხო და უყურე ხა იყო ქართული ქარტია, არის ეს შეთანხმება და აი ეს შთაბეჭდილება რომ ეს შეთანხმება დავი იდება და მე მაგალითად არჩევნებამდე 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე შთაბეჭდილება დამჩარა ოპოზიციურ პარტიებს ერთმანეთთან აი კულუარულად საუბარი არ ქონდა ჩატარებული ან აუცილებელი არ არის რომ მე ვიცოდე ყველაფერი რაზეც ლაპარაკობთ ან საზოგადოება მიცოდეს ყველაფერი, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩებოდა რომ კულუარულად ერთი მოლაპარაკება არ იყო ერთმანეთში, ერთი შეთანხმება არ იყო რაღაც ერთობლივ მოქმედებებზე ამ ქართული ქარტიის მიუხედავად. არ არსებობდა არ თუ გეგმა B, გეგმა A-ც კი არ არსებობდა ეგ შთაბეჭდილება. ბევრ თემას ურევ შეიძლება კავშირში ერთმანეთთან, მაგრამ პირდაპირში არა. არა, ზოგადად ზოგადად კი ვეცდები. ზოგადად ბუნებრივია ფასი აქვს იმ განაცხადს, იმ შეთანხმებას, რომელიც შესრულდება. ანუ ყველაზე ცუდი არის მოლოდინის შექმნა, რომ აი ერთიანობა გვინდა, მე ამის ვერ შედგება, ან რაღაც გამოცხადება და მე დადასტურება და ჯერჯერობით გასაგებია რომ ჯერ არ ცირე დრო არ გასული, მაგრამ ის კიდევ ერთხელ მე ის მაგალითად შენ მოიყვანე, ადასტურებს იმას, რომ ეს შეთანხმება განსხვავებით წარსულისგან, სწორედ იმიტომ რომ გააჩნია შინაარსი როგორც ხედვასთან დაკავშირებით, ისე ურთიერთობის წესებთან დაკავშირებით და იმის გამო რომ შესაძლოა ბევრი ფაქტორის, მათ შორის ყველა ჩვენთაგანის სხვადასხვა დოზით და სხვადასხვა ანატომით, მაგრამ წარსული შეცდომების გამო გააზრებულად არის მიღწეული იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომელიც ოპოზიციის ალიანსში არიან. ძალიან განსხვავებულ ძალებს შორის როგორც წარსულით, ისე ბევრ საკითხზე შეხედულებებით, ისე ერთმანეთთან იქამდე არსებული დაპირისპირებებით. და ამით ვასხოვებ მე ამ შინაარსით და ამ მომწიფებით ამ შეთანხმებას, ამ განაცხადს წარსული უახლოს წარსულში არსებული განაცხადებისგან. მაგრამ რომც ვინმე მიყურებდეს ახლა და იძახდეს რომ სწორედ იმ განწყობიდან გამომდინარე წარსული მედგაცრუების გამო რომ რაღაცის არ ჯერა. ანუ მაკედან თუ ვინმე დასკვნას გააკეთებს როდესმე რომ ის ადამიანები, ის მოქალაქეები, ვისაც აქვს ამბიცია რომ იყვნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ანუ მომავალში კონდეთ გავლენა იმაზე ქვეყანა რა გზით წავა და ამ ბრძოლაში აქვთ ამბიცია რომ რაღაც როლი შეასრულონ ივანიშვილის რეჟიმთან. თუ მაგ განწყობის გამო იტყვიან რომ მაინც არ დაგვიჯერებენ, იმიტომ რომ წარსული მედგაცრუებები იყო და ამიტომ აღარ უნდა გადავდგათ დამბიჯები, რაც სწორი გონიაო. ეგ ხო ყველაზე არასწორი დასკვნა. ამიტომ ჩემი აზრით ყველაზე უფრო კარგი ტესტი ამ ყველაფრის იქნება ის ნაბიჯები, რომელსაც ეს ოპოზიციის ალიანსი გადადგავს. შენ დასკისი ახსენა მე არ გამოხმაურები ვარ, რომ ბევრი ვისაუბრე, რომ ერთობლივი ქმედებები, რა თქმა უნდა, ერთობლივი ქმედებები არის მთავარი საკითხი, ანუ იმ თემებზე, რაზეც გვაქვს, რაც ჩამოვთვალე მოკლედ. საერთო ხედვა, ერთობლივი მოქმედებები ქვეყნის შიგნით, მობილიზაციისთვის საზოგადოების იმ მოქალაქეების мотиваციისთვის, ვინც არის უკვე ჩამოყალიბებული ამ რეჟიმთან დაკავშირებით, რაც არის კრიტიკული ნაწილი უკვე, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მეტი, ასევე იმ კლიმატის შექმნისთვის პოლიტიკური პარტიების ლიდერობით, რომ მათ გარეშე ეს ვერ მოხდება. როდესაც მოქალაქეების ბევრი ჯგუფი შეუერთდება ამ პროცესს, როგორც მქადაგებელი ჩვენი ხედვის, ჩვენი საერთო ხედვის და ჩვენ მივახცევთ იმ ხარისხს პროტესტის, მათ შორის იმ მოქალაქეების დარწმუნებით, ვინც შეიძლება დღეს არ არის დარწმუნებული, რასაც რა ტიპის წინამდებობასაც ეს რეჟიმი ვერ გაუძლებს. ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, ერთობლივ კომუნიკაციას საგარეო ფრონტზეც.
აი რაც ახლა სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახადეს ამათმა, იმიტომ რომ ამაში და გუშინ იყო განცხადება ერთობლივი პარტიების. ხო, რა თქმა უნდა, ანუ მოსკოვის მექანიზმთან დაკავშირებით. კი, ეგეც ერთ-ერთი მაგალითია, მან აქტიურად იყვნენ ჩართული პარტიები, ვინც არ ჩემში მიიღო მონაწილეობა წინაზე, ფედერალისტები პირდაპირ არ ვიყავით ჩართული, მაგრამ ერთობლივი პოზიცია იყო ის ყველაფერი და ერთად მოქმედებთ და მომავალშიც ვაპირებთ და ეს როგორც კომპლიმენტი ვთქვი, ანუ იმიტომ რომ ეს შედეგი რაც იქ დაიდო, რომელიც ასახავს სამწუხარო რეალობას, არის ის რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია, იმიტომ რომ ემსახურება წნეხს ივანიშვილის რეჟიმზე. სერიოზულ წნეხს იმ კლიმატის შენარჩუნებას, რომელიც აუცილებელი პირობა არის ამ ტიპის რეჟიმების მშვიდობიანად ნაკლები ზიანით დამარცხებისთვის, ქვეყნისთვის ნაკლები ზიანით. ხო, აქცია, სანქცია, ალტერნატივა და სანქციის ნაწილია ეს და ამიტომ ჩვენ ვაპირებთ მაგ მიმართულებითაც ერთობლივად მოქმედებას და ეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ პირველ რიგში მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით. რომ ვიმეორებ კიდევ ერთხელ ხალხს, რომელსაც აი წარსული ახსენა ისევ და აქვს გამოცდილება დაპირისპირების ბევრ საკითხთან დაკავშირებით, ზოგ ლეგიტიმურ საკითხზე, ზოგ ჩემი აზრით არასერიოზულზე. და აქვს ბევრ საკითხში იდეოლოგიური სხვაობები, იმიტომ რომ ეგ ფაქტია, მაგას ვერ დავმალავთ. მაგრამ აქვს ერთობლივი ხედვა იმაზე, რაც დღევანდელ კრიტიკულ ვითარებაში ჩვენ ქვეყნისთვის აუცილებელია და მათ შეუძლიათ ერთად იმოქმედონ, იმიტომ რომ ეს აუცილებელი პირობაა მომავალში ქვეყნის მართვისთვის. ჩვენ აღარ გვექნება ვითარებები, სადაც მინიმუმ იმ ხარისხის უპირატესობა ექნება რომელიმე დომინანტულ პოლიტიკურ ძალას. ხო, მე თქვენ შენ ისტორია ესექენი რომ აი 99%-ით ვირჩევდით და მე იმედგაცრუება იყო. მე მგონია რომ არა, მესმის. ხო, უბრალოდ მე მგონი რომ ჯერ ერთი ამ ხარისხის პრობლემა არც ერთ ხელისუფლებასთან არ გქონია როგორც ქვეყანას. მე ერთ-ერთი წარმოვადგენდი, ამიტომ საკუთარ თავზე ვერ ვიქნები რა ნეიტრალური შემფასებელი, მაგრამ გავრისკავ და ვიტყვი ხა სგები რომ სხვა აზრის ადამიანები არსებობენ, მაგრამ არც ერთ რეჟიმთან მიმართებაში ვინც არ უნდა ყოფილიყო მისი ოპონენტი იმ დროს, როცა ის ხელისუფლებაში იყო, არც ერთ ხელისუფლებასთან მიმართებაში. ხო, თუ ადამიანი მინიმალურად ეცდება დღეს შეხედოს გონივრულად ამას და რაღაც ზედმეტ ემოციის გარეშე, აი არ შეედრება ივანიშვილის რეჟიმის მიერ შექმნილ საფრთხეს. ხო, ნუ ჩვენ გვქონდა პირველი ეროვნული ხელისუფლება, რომელიც მიხედვით რომ მე ძალიან კრიტიკული სტუდენტი ვიყავი და მის პოლიტიკურ ხედვას განსაკუთრებით ეკონომიკურს, მაგრამ ასევე იდენტურობასთან დაკავშირებით არ ვიზიარებდი, ძალიან მწვავედ და კრიტიკული ვიყავი. როგორც ახალგაზრდა, კატასტროფული შედეგი მივიღეთ, ხო, მისი არჩევნების ნაცვლად ის შეცვლილი იქნა ძალის გამოყენებით და გარე ძალამ ამაში ყველანაირი მონაწილეობა მიიღო. ეს პირველი ჩვენი უმძიმესი დარტყმა იყო. ამის შემდეგ ჩვენ გვქონდა პერიოდი, როცა რწმენა პოლიტიკურ ლიდერს ამის შემდეგ მოსულ საქართველოში როგორც თვითყოფადი სახელმწიფოსი და ქმედითის არ ქონდა და აი იმ ტიპის საბჭოთა პოსტსაბჭოთა ჭაობში ვიყავით, რომელსაც შანსი არ ქონდა ქვეყნის სიყვარულს. მაგრამ მე იყო ვარდების რევოლუცია. საუკუნეებთან რომ პარალელი გავავლოთ, ბნელი პერიოდი შევარქვათ ამას. ხო, იმიტომ რაღაცებში ხა იყო საზოგადოების ნაწილი მას ფარს უჭერდა, ხო, ამის შემდეგ როცა განეიტრალება ხდებოდა ამ სამხედრო კრიმინალური სტრუქტურების, ხო, ამ საქმეში. მაგრამ დეომე გადავიტანეთ. ხო, ამას ცალკე შევეხები, ხო, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სამხედრო აგრესიის ქვეშ ვიყავით რუსეთისგან. ჯერ ცხინვალის რეგიონში, მე აფხაზეთში, სადაც გენოციდი მოხდა ქართველების. ხო, მაგრამ მე იყო ვარდების რევოლუცია, სადაც ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა ნება, რომ მას სურს, რომ თანამედროვე დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩამოყალიბოს. და ყველა მძიმე ჩავარდნის მიუხედავად და ამას ვიძახი არა დილობისთვის, არამედ ასე რთული, საერთოდ ჯამში ის რაც მოხდა ვარდების რევოლუციის შემდეგ იყო თანამედროვე სახელმწიფოებრიობის საფუძვლის შექმნა. და მე მოხდა ის რაც წარმომადგენლობრივ დემოკრატიაში უნდა მოხდეს კიდევაც ხოლმე ხელისუფლების შესვლა არჩევნების გზით. ოღონდ ბენდუკიძის ცნობილი გამოთქმა რო ვიხმარო, ამ თვალსაზრისით საზოგადოება მომწიფდა იმისთვის, რომ ხელისუფლების შეცვლის უნარი და ნება ქონდა და ეს წინ გადმული ნაბიჯია, მაგრამ ზოგჯერ წინ რო გადადგა ნაბიჯი, სულამე შეადგა ფეხზე. და ჩვენ მაშინ დამაჯერებელი იყო ახას ეს სიტყვები, მაგრამ დრომ გვიჩვენა, რომ ბევრად უფრო დრამატულად არის ეს ამბავი, ხო, მათ შორის იმის გამო, რომ აქამდე მოხდა მიშვება ამ კაცის და მისი პოლიტიკური არარაობების გარემოცვის ივანიშვილის რეჟიმის და დღეს ვართ ისე უბრუნდები 31 მარტი მოდის იმ საფრთხის წინაშე, რაზეც თავის დროზე მე რაპკოსტავა საუბრობდა, ხო, რომ დამოუკიდებლობას აღვიდგენთ, მაგრამ ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად როგორც საზოგადოება, რომ შეიძლება თუ ამისთვის დაცვისთვის მზად არ ვიქნებით, ისევ საფრთხის ქვეშ ვიქნებით. ისე მეხსიერება აღარ მივარგა ისე კარგად, ის არ არის ზუსტიცა და არსს გამოხატავს. ხო, არსი გასაგებია. და მანდ ვართ ახლა და ამიტომ გჭირდება იმ ტიპის ერთიანობა საზოგადოებისა, მათ შორის პოლიტიკური სპექტრის ლიდერობით, რომელიც შეიძლება უამრავ სხვა საკითხზე განსხვავებული აზრის იყვნენ, მაგრამ ამ საკითხზე რომ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა იყოს, რომ ჩვენ უნდა ვწყვეტეთ ქვეყნის შიგნით ჩვენ ბედს, რომ გარემტრის გავლენით არ უნდა დავთმოთ ჩვენი მომავალი თაობების მომავალი, რომ სიცრუეა
ის რადგან ივანიშვილის რეჟიმი აგებს თავის პროპაგანდის მთავარ გზავნილს, რომ იმისთვის რომ გადავრჩეთ, უნდა ჩავწვეთ და რომ შესაძლებელია სახელმწიფოების შენარჩუნებით დაალაგება რუსეთთან. ეს სამწუხაროდ ამ ეტაპზე ისტორიის სიცრუეა, რომ პირიქით იზოლაცია და მარტო დარჩენა გარემტრის წინაშე არის სწორედ ის, რაც ტერს უნდა იმიტომ რომ უადვილებს მას ამოცანებს და ამას აკეთებს ივანიშვილის რეჟიმი მთელ თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებით საკუთარი ძალაუფლების და ფულის შენარჩუნების გამო. რო ქვეყნის შიგნით დემორალიზაცია და დეზორიენტაცია, მტრის და მოყარის არევა და უფრო ხშირად კი მტრის მოყარედ გამოცხადება და მოყარის მტრით ან პოტენციური პარტნიორის მტრად არის ზუსტად ის, რაც რეალურ მტერს უნდა, იმიტომ რომ ეს უადვილებს ამოცანას, რომ რასაც უყურებთ უკრაინაში, ის რომ უკრაინულ ხალხს სჭირდება გმირული ბრძოლა, დიდი მსხვერპლის ფასად საკუთარი მომავლის და სახელმწიფოების დასაცავად, ნაწილობრივ არის შედეგი იმისი, რა შეცდომებით იქამდე იქნა დაშვებული მძიმე პოლიტიკური სპექტრის მიერ უკრაინაში და ქართული სპექტრის მიერ თავის დროზე 90-იანებში. როცა სწორი ისტორიული მომენტით, როცა რუსეთი ყველაზე სუსტი იყო, ვერ ვისარგებლეთ ვერ ჩვენ და ვერც უკრაინამ, განსხვავებით ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთისგან და ამიტომ არიან ისინი დღეს დაცულები, რომ ფორმაში იყვნენ. ხოლო იქ სადაც პოლიტიკური სპექტრი დემორალიზაციას ეწეოდა საკუთარი საზოგადოების და სიგნალებს უგზავნიდა მტერს, რომ აქ თუ შემოხვალთ, უპრობლემოდ მართავთ, რაც აკეთებდა კუჩმა, იანუკოვიჩი. იქ იზრდება რისკი მსხვერპლის, სისხლისღვრისა, ანუ ყველაფერი არის პირიქით, ვიდრე ივანიშვილის რეჟიმი ქადაგებს. აი ამაზე ვინ შეჯერებულები ვართ, ჩვენ ამიტომ ჩავთვალეთ აუცილებლად ამ განაცხადის გაკეთება, ოპოზიციის ალიანსის შექმნა იმ შინაარსით და იმ ურთიერთობის წესებით, რაც იქნა დადგენილი და ჩვენ ვაპირებთ აქ შიგნით ქვეყანაში ბუნებრივია საპროტესტო აქციები მთავარ ინსტრუმენტად მშვიდობიანი გამოაცხადოთ, ოღონდ იმ შეცდომების გამეორების გარეშე, რაც ნაწილმა ადრე სპექტრისა ფუნდამენტური შეცდომები, რბილად ვთქვათ, შეცდომები დაუშვა როგორც მოლოდინების არასწორი მართვის, ისე რაღაც ემოციებზე აყოლისვალს ეს, რომ ეს არის ის სწორედ ის, რაც რეჟიმს აძლიერებს. აი ამაზე საოცრად ვისაუბროთ, უბრალოდ ეხლა უნდა შეგაწყვეტინო რაღაც საკითხები რა. პირველი რაც სწორად ახსენე ჩემი აზრით, რომ შენს გაქვს ხო ეს შეგრძნება, რომ ერთ ერთი პარტია არჩევნებში სამართლიან და ნორმალურად ჩატარებულ არჩევნებში ვერ მოვა რაღაც გადამწყვეტი უპირატესობით. კოალიცია ყველა ვარიანტში ალბათ გაცილებით რეალისტური იქნება, ვიდრე რაღაც აი ლენდსლაიდით, ესე ვთქვათ, სავარაუდოდ ეს ასეა, ოღონდ აი რომც ვინმე თვლიდეს, რომ ეს ასე არ არის და წარმოგიდგენთ დემოკრატიაში ზოგჯერ ჩვეულებრივი ამბავია, რომ ერთ პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს მანდატი. ოღონდ იმ ტიპის მანდატი და იმ ტიპის დომინაცია, რაც ყველა ეტაპზე იყო, ივანიშვილის რეჟიმის ცალკე ვატარებ, ეგ სხვა მოვლენა, ანუ ერთ რანგში არ ვიყავ. და ამ დასაწყისში არ ქონიათ ეგ დომინაცია, ეგ სხვა ფაქტორები იყო. არ ამგონია თავიდანვე ქონდათ, მაგას ვერ დაგეთახები, ის კოალიცია რაც ქონდათ, კოალიცია არ იყო. კოალიცია არის ის, სადაც ყველას თავისი ძალა აქვს. ივანიშვილმა დეკორაციებად შემოიკრიბა გარშემო ხალხი საზოგადოების ნაწილის შეცდომას შესაყვანად და რა გასალამაზებლად. ძალაუფლება არ უნდა ქონდეს. ამიტომ მაგრამ ეხლა რაც თავარი არის ამ დაპირისპირებაში ალტერნატივის დემონსტრირებასაც არის რომ აი რაც არ უნდა გააწყვილოს ამომრჩეველმა მერე ამ რეჟიმის დამარცხების შემდეგ ამ პოლიტიკურ ძალებს რო შეუძლიათ ერთად მუშაობა ეგ იმაზე რაზეც აუცილებელი არის საერთო ხედვის ქონა ეგ საკვანტო საკითხია ყველა სცენარის პირობებში ჩვენ აი პირველ რესპუბლიკას ხშირად ვიხსენებთ ხოლმე და ახლა ჩემი პოლიტიკური იდეოლოგია ყველა მიცის ვისაც აინტერესებს რა თქმა უნდა ხო რომ რაღაცა სოციალ-დემოკრატების მიმართ არა ვარ სიმპათიით განწყობილი დღევანდელს გულისხმობ ანუ ჩემს სახელმწიფოს შეხედულები ეწინააღმდეგება ამას მარქსიზმს და ამ შემდეგ და ჩვენ გვაქვს ისტორია ძალიან მწვავე დაპირისპირებისა ხო ჩვენ მაშინდელ თაობაში მე-19 საუკუნეში ხო უკვე მაშინ გულისხმობ კამპანიას ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ და ამ შემდეგ ხო ძიმე ეპიზოდია ჩვენ ისტორიაში მთელი კლიმატი ოღონდ და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია რომ ქართულმა საზოგადოებამ მათ შორის პირველ რიგში მართლმა პოლიტიკურ ძალამ ვინც მოიპოვა მაშინ მანდატი დიდი მანდატი ჩვენი საზოგადოების სოციალ-დემოკრატებმა განსხვავებით რუსი ბოლშევიკებისგან საიდან საერთოდ ძირიდან მოდიოდნენ ხო მაგრამ იქ ბანდ გამოჩნდა ქართული საზოგადოების არსებითი სხვაობა პოლიტიკური კლასის რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ბოლშევიკების განსხვავებით ოპონენტები ციხეში კი არ ჩაუხრიათ და კი არ დაუხრეტიათ ინსტიტუციონალური როლი მიცეს ქვეყნის მმართველობაში და ოპონენტებიც, რომლებიც მათ ვერ იტანდნენ, ისინი იდეოლოგიურად ერთმანეთს ვერ იტანდნენ და პერსონალურადაც ბევრი. მაგრამ ოპონენტები მათ ლეგიტიმურობას ეჭვს ქვეშ არ აყენებდნენ, საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე ჰქონდათ ერთიანობა და ანუ აი ზუსტად იმ გზით მიდიოდნენ და ესა თქმა უნდა პირველ რიგში იმის დამსახურება ვისაც ძალაუფლება ჰქონდა სოციალ-დემოკრატების, მაგრამ მთელი პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების. ზუსტად იმ გზით მიდიოდნენ, როგორც რომ მიდიოდეს დასავლური რესპუბლიკა.
ეგ არის მაგალითი. ამიტომ ეს რომ აქ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც ერთმანეთი არ მოწონდა, ჩახუტებულები კი არ არიან, რომ ერთი ძირიდან მოდიან მსოფლმხედველობრივად დღეს. არამედ განსხვავებული შეხედულებები აქვს ბევრ რამეზე და დაპირისპირებაც ჰქონიათ, მაგრამ როცა და სადაც დაინახეს აუცილებლობა ერთიანი სტრატეგიის და ურთიერთობის წესების დადგენის, იქ ეს შეძლეს, არის სწორედ ის განაცხადი, რომ ამის შემდეგ როგორი მანდატითაც არ უნდა მოვიდეს ვინმე ხელისუფლებაში, ანუ ვიღაცა ოპოზიციაში აღმოჩნდეს მერე, იმ ტიპის დასავლური, ევროპული, ქართული საქმიანი ერთობლივი მოქმედებები იქნება შესაძლებელი და ჭირდება ქვეყანას. კი ბატონო, მოკლედ ეხლა გავცდეთ აი ამ ერთობას და მივადგეთ პირობითად ჯერ ორ პარტიას და შემდეგ თუ და სხვა მოძრაობებიც არსებობს, მაგალითად არსებობს სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა, ხო, გოდაჭანტურია და ამ შემდეგ, მაგრამ აი ავიღოთ გახარია და ლელო. ანუ მათთან თანამშრომლობის პერსპექტივები მაინტერესებს შენი გადმოსახედიდან. ლელოს ოღონდ გუშინწილად მკვდრადშობილ ინიციატივაზე არ მინდა საუბარი, იქ ჩემიად ლელო არავის არც იქეთ ამ ხარეთთან მქონდა ურთიერთობა, არც აქეთ გამოვიდნენ განცხადება გააკეთეს. და ჩემიად არ იყო მაინც მომგებიან მათთვის პირველ რიგში ნაბიჯი, მაგრამ შე როგორ ხედავ მათთან ურთიერთობას ან სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, იგივე გირჩთან? ჩვენი პოლიტიკური ამ შემთხვევაში საერთო ხედვა რაც იყო, შეიძლება რაღაც განსხვავებები იყო ტონალობაში, მაგრამ თავიდანვე ყველა იმ პოლიტიკური ძალის ვინც არის ოპოზიციის ალიანსში და ფედერალისტების იყო, რომ ჩვენი ინტერესი იყო, რომ ყველა რეალურად არსებული პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც აქვს ამბიცია და განაცხადი გაკეთებული, რომ პოლიტიკური ძალაა, იმიტომ რომ ხა ჩვენ ბევრი ადამიანი მყავს, ვინც კარგი მოქალაქეები არიან, არც ზოგიერთი შეიძლება საშუალო აქტიურობენ, რაძახენ პარტიები არა ვარ, ჩვენ პარტიები ხიხია და ცუდია, ხო მაგას ვერ განვიხილავს სერიოზულად. ხო ადამიანს თუ აქვს ამბიცია, რომ ქვეყნის რა მოხდება ქვეყანაში იმაზე პირდაპირ კონდეს უშუალო გავლენა მოქალაქეს აქ პირველ რიგში ის განსაზღვრავს ის უნდა საზღვრავდეს ვის აკრძალა უფრო, მაგრამ ვიცი ახს რომ მე ვარ მზად ამისთვის, ის უნდა იყოს მზად თქვას რომ მე ვარ პოლიტიკური პარტია, აი ეს გუნდი ვარ, ეს ხედვა გვაქვს. ხო, მაგრამ ჩვენი ამოცანა რომ ყველა ვინც იძახის რომ ვარ პოლიტიკური ძალა და ამ განაცხადს აკეთებს და მინიმალურ ტესტს აკმაყოფილებს, ხო, რომ რაღაცა რაოდენობის მოქალაქეები ყავს შემოკრებილი საკუთარი თავის გარშემო და ამის დანახვა არ არის რთული. ხო, ყველა ამ ტიპის ძალასთან თანამშრომლობა იყო და არის ჩვენი ინტერესი, ვინც ამ სტრატეგიას, რაც აქ მოკლედ აღწერე და რაც იმ დოკუმენტში არის, რომელსაც ყველა დაინტერესებულ ხარეს მოუწოდებენ ნახოს, არის აღწერილი. ეს შეეხებოდა ნებისმიერ ძალას. ოღონდ რა თქმა უნდა, ახლა მე უკვე იწყება რეალისტური პროგნოზები და შენ უფრო პროგნოზზე მეკითხები, სად შეიძლება დავინახო შანსი, რომ ეს მომხდარიყო, ხო? ახლა იმათ შორის ვინც ჩამოთვალე, მათი ამ ჯგუფების წარმომადგენლების პოზიციიდან გამომდინარე არის პროგნოზი არარეალისტური, ხო? და ფუნდამენტურად სხვა გზად დგანა. და რაც შეეხება ლელოზე ყველაზე მეტი იმედი იყო, თუ რამე კიდე შეიცვალა ძალიან კარგი იქნება სწორი მიმართულებით მათ პოზიციაში, რომ ისინი ამ ხედვას გაიზიარებდნენ, რომ არ აღიარება და პროტესტის ხარისხის ზრდა არის და გარეწნეხი ეს კომბინაცია აქცია სანქცია ალტერნატივა და ამ ალტერნატივის დემონსტრირება არის ერთადერთი გზა. ხო, ჯერჯერობით მათ ეს არ გაიზიარეს სამწუხაროდ და ის ინიციატივაც რომელიც შენ დაასახელე, უბრალოდ ცუდი არ იყო. ჩემს ძალიან საზიანო იყო ჯამში მათთვის კი არა, მხოლოდ ზოგადად კლიმატისთვის, იმიტომ რომ მათი მნიშვნელობას კი არა. არა. რეჟიმი, რომელიც არის რთულ მდგომარეობაში, ძალიან რთულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ შიდა პოლიტიკური იზოლაცია აწუხებთ და რეპრესიით ცდილობენ ამ პრობლემის გადაჭრას, გარე იზოლაცია უღრმავდებათ და ამ დროს ახლა ვიღაცა იძახის რომ პოლარიზაციაა პრობლემა და რაღაცა სუსტის პოზიციიდან დიალოგს თხოვს მათ და მე იღებს ეს პასუხს, ეგ ცუდი გზავნილია. მე ერთ დაგეთახმები კრიტიკაში დაანსაზიანო მომივიდა შეიძლება ზედმეტი შეფასება, ანუ მე მგონია რომ ეს ვერ შეცვლის ტენდენციას და ჩვენი ოპოზიციის ალიანსის ამოცანა სწორედ ეგ არის, რომ ამ უმძიმესი ცდარი ნაბიჯის გამოყენება ვერ შეძლოს ივანიშვილის რეჟიმმა ზოგადად ძალის დემონსტრირებისთვის, იმიტომ რომ მაგისთვის სჭირდება მაგას. ამ ტიპის რეჟიმებს ყოველთვის სჭირდებათ, რომ მაგიარე მაგიტო გთხოვს, რომ უნდა აღიარო თამაშის წესები, რეპრესიული და სუვერენიტეტის უარის თქმის გზაზე დადგომა. ამაზეა ლაპარაკი, ხო, ახლა აბა რატო გამოვიდეს ხალხი ხო ქუჩაში არ გამოსულა არჩევნების მერეც კი.
რომელიც ფუნდამენტურად იყო გამოვიდა იმ განაცხადის მერე, როდესაც უნდა ითქვას, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ გამოგვიყვანეთ ქუჩაში ხალხი. ხო, რა თქმა უნდა. და ამას ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალა, ვინც მაშინ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, ირაკლი ყობახიძემ გამოიყვანა ხალხი. აღიარებს, ხო? ჩვენ არ მიგვიღე მონაწილეობა ფედერალისტებს ამ არჩევნებში, მაგრამ ხო, ეგ ძიმე რეალობა იყო. ხო, ყობახიძის განცხადებამ, რომელმაც დაადასტურა ის, რაც ჩემი აზრით იქამდეც ჩანდა, რომ ამ კაცის ივანიშვილის და ყველა მისი არარაობის კურსი არის, რომ ის უნდა დარჩეს ძალაუფლებაში და მისი ფული უნდა იყოს დაცული და ამას შეეწირება ჩვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი და თავისუფლება და ბუნებრივი მოკავშირეა ჩვენი მტრის რუსეთის. ამის დასტური იყო ყობახიძის განცხადება, ანუ შემდგომი ეტაპი იყო, რომ შეგვაგუოს ამას და ამაზე ირეაგირა ხალხმა. ეხლა ამ პირობებში თუ ამ სტრატეგიულ ხედვაზე, რაც ოპოზიციის ალიანსმა შექმნით, პოლიტიკური პარტია არ არის თანახმა, ну მაშინ ის ვერ იქნება ჩვენი მოკავშირე. ხო, ანუ მე ხა ლელოვახსენეს რაც ყველაზე მეტ შანსს ხედავდით ამისი და თუ ცდები და ეს შანსები არ არის გადაწყვეტილი, მხოლოდ გამიხარდება ოღონდ მათი განაცხადი, ვიმეორებ კიდევ ერთხელ, უაღრესად ინფანტილური, უპასუხისმგებლო და საბედნიეროდ ჩემი აზრით ვერ მომტანი იქნება ზიანის, მაგრამ მათი ხელიდან ზიანის მომტანი იყო, რომ ძლიერს რომელიც შენ გეუბნება რომ მე ხა შენ გაგანადგურებ და უნდა გაგტე ხო ეუნები რომ აი გატეხილე მოდი ახლა დიალოგი დავიწყოთ. ჩვენი პოზიცია ოპოზიციის ალიანსის ფედერალისტების კარგახანი არის და ოპოზიციის ალიანსის საერთო პოზიცია არის რომ დიალოგი როგორც ასეთი იმ ტიპის რეჟიმთან რომელთანაც საქმე დღეს გვაქვს, მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა ვითარება გაქვს გადატეხილი. და როდესაც მას იმ ტიპის რეპრესიების საშუალება აღარ აქვს, რასაც დღეს მიმართავს. მაშინ დიალოგი, რაც საბოლოო ჯამში იქნება დიალოგი იმ ახალი თავისუფალი არჩევნების ჩატარებაზე, რომლის შედეგადაც ისინი ძალაუფლებას დათმობენ, პრაქტიკულად არის შეგუების პროცესი ძალაუფლების დათმობას და ამიტომ მიმაჩნია მე 1990 წლის გახსენება ასეთი რელევანტური, ისევ არა იდენტური, იმიტომ რომ განსხვავებები ბევრია, მაგრამ რელევანტური, ხო? რომ მაშინაც სხვაშორის მაშინაც იყო ჯერ წინა არჩევნები იყო მარტის, რომელშიც ეროვნული მოძრაობის მნიშვნელოვანი ნაწილმა არ მიიღო მონაწილეობა, რომელიც ფორმალურად ერთპარტიული უნდა ყოფილიყო, ანუ პარტიული უნდა ყოფილიყავი, იქ სხვა თემა იყო ასევე განჯის საგანი, ანუ საერთოდ კომუნისტური რეჟიმის დანიშნულ არჩევნებში უნდა მიიღო თუ არა მონაწილეობა. მაგრამ ტაქტიკურად აღმოჩნდა, რომ ეს სწორი იყო, რუალი მაგიდის ლიდერი გამსახურდა თავიდან ამის წინამდე იყო ამ არჩევნების, მაგრამ მერე ვითარება როცა შეაფასა, მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, როცა უკვე ვითარება გადატეხილი ქონდა ქართულ საზოგადოებას ეროვნული მოძრაობის მონაწილეობით და ლიდერობით. იგივე უნდა შევძლოთ ჩვენ ახლა აქ და ყველა ვინც ახლა ამ გზაზე ისევ რა ამილად პათეტიკა გამომიდეს, მაგრამ ხშირად ვიხსენ ხოლმე სკოლიდან რაც ჩარჩენილი გაქვს, ხო რაც ასწავლე. ირყევდნენ ვინცაც ლერწამნი, ქართაგან ძლიერთან ხო. ვინც ახლა ლერწამივით ირყევა, ის ამ საქმეში წვლილს ვერ შეიტანს ნამდვილად. ამიტომ არ ვიცი გავეცი თუ არა შენ კითხვის პასუხი. ჩვენ გვინდა რომ იზა ყველა ძალა რომელიც ქმედითი არის, ამ ხედვის გარშემო იყოს ჩვენთან ერთიანი, ამ ხედვის, ამ სტრატეგიის, ამ ურთიერთობის წესების ამ მომენტში მე ამ შანსს ხა ის რაც შენ ჩამოთვალე ვერ ხედავ. ხა იმ ორ პარტიას დაკავშირებით იმათ ხო საერთოდ დეკლარირებული აქვთ რომ სტატუს კოს ეგუებიან. და ჩვენ გონია რომ ვითარება საქართველოში დიდი ხანია გაცდა იმ წითელ ხაზებს, როდესაც შენ შეგიძლია თქვა რომ რაღაცა ჩაოულებრივ სტატუს კოში ვაგრძელებ დაპირისპირებას რეჟიმთან. ეს ასე არ არის. ეგ სასურველი იქნებოდა რომ ეს ესე ყოფილიყო, მაგრამ იგივე პოლიტიკური ძალების განაცხადი იყო რომ გაცდა ამ წითელ ხაზებს ეს ყველაფერიო და ეხა ამის მერე შედეგს ვერ მივახციეთ რაღაც პერიოდის განმავლობაში და ამიტომ ეხლა რაღაც ხელები დაგეწვა და იძახე რომ კაი შევეგუე და ეხა ეგ ცუდია, არასწორია და არ არის შედეგის მომტანი ქვეყნისთვის. ხო, ნუ სამწუხაროდ დიალოგში ამ პირობებში მეც ვერ ხედავ ვერანაირ აზრს, ყველანაირად მომხრევარ დიალოგის, ბუნებრივია, მაგრამ თუ დიალოგია ჩვენ შორის ეხლა მეტნაკლებად დიალოგი ხომ მიმდინარეობს, მაინც რესპონდენტი ხარ და აი შემდეგ, მაგრამ თუ მე ტაფა მიჭირავს ხალხში და პერიოდულად თავში გირტყავ, მე დიალოგი ვერ იქნება, ხო? და რეპრესიული კანონები გვაქვს, ყავს პოლიტპატიმრები, ყავს ადამიანები, რომლებიც ციხეში არიან, აი ღმერთმა იცის რატომ და თან ეს კანონები ყოველდღიურად ლამის გძიმდება და ჩვენ გვაქვს რეპრესიის და ძალადობის მანქანა. ხო, არ უნდა დავუწყოთ ხა, იმიტომ რომ ეს აქტუალურია, 3 შემთხვევა თუ 4-იო ამ არარაობამ თქვა ყობახიძემ 3 და 4 კი არა 10-ობით შემთხვევა გვაქვს ორგანიზებული ძალადობის, რაც იდენტიფიცირებული თავდასხმებით და იდენტიფიცირებული თავდასხმებით და არა დიალოგი როგორ გამოდის. ხო და მაგაშია საქმე, ხო ეს ისე უახლესი ისტორია რო გავიხსენო, ნაკლებად დრამატული იყო ვითარება ერთი შეხედვით, მაგრამ გავდა მიშელის ამბავს, ხო, რატო იყო ეს პრობლემა? პრობლემა იმდენად მარტო შინაარსში კი არ არის, თუმცა შინაარსაც მნიშვნელობა აქვს, ხო? თქო დაპირისპირებულ მხარეს რაზე უთანხმდები, რა გგონია,
სწორი ქვეყნისთვის, რა ტიპის კომპრომისი. არამედ იმაში, რაც შენ ახლა აღწერე, ხო? თუ ის ვისაც ძალაუფლება მიტაცებული აქვს ივანიშვილის რეჟიმს ანტიკონსტიტუციური ფორმით თან, ხო? და მეთოდებით აგრძელებს და აქვს უნარი, ნება და სურვილი, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს ამ მეთოდებით და ეს პროცესი მიდის. ხო, ვერანაირი დიალოგი ვერ შედგება. ან ეს დიალოგი იქნება დეკორაციად დათანხმებაზე, ან როგორც ახლა ივანიშვილის ბუნებრივი მოკავშირე რუსეთში იყო, სისტემურ ოპოზიციას ხო ეძახდნენ, ხო? ანუ იქ სხვა შორის ისეთი ჯგუფები იყო რუსეთში პუტინის მიერ ძალაუფლების კონცენტრაციის პერიოდში და მერეც კონცენტრაციის მოხდენის პერიოდში და მერეც, რომელსაც ფორმალურად რიტორიკულად წავედ უპირისპირდებოდნენ ჟირინოვსკები და რაღაცები, ხო? ოღონდ რაღაც საკითხებზე, ყველაფერი, ოღონდ ეგ ხო, როცა ფუნდამენტური თამაშის წესები აღარ არსებობს, რომ მანდატი არ აქვს და ეს მანდატი მხოლოდ რეპრესიით აქვს შენარჩუნებული და აგრძელებს ამ რეპრესიით დათრგუნვას სიტყვის თავისუფლების პოლიტიკური თავისუფლებების, ხო, ეგ შეუძლებელია. ანუ, როდესაც საზოგადოებას პოლიტიკური პარტიების ლიდერობით ექნება ის ძალა, რომ ამ თვალსაზრისით კედელთან მიაყენოს ეს რეჟიმი, რა თქმა უნდა, მეც მომხრე ვარ კი არა, საჭიროდ მგონია ძალიან ცუდ ხალხთანაც დიალოგი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ხო, ამ ტიპის დიალოგი ახლა პოლონეთში იყო, მაგალითად, ხო, გახსენეთ, ხო, სოლიდარობა, დიალოგში შევიდა კომუნისტურ რეჟიმთან და ხოშო დამწვავე დისკუსია იყო იმაზე, სწორი იყო თუ რა ის კომპრომისი რომელზეც წავიდნენ რა ტიპის განსხვავებას. მაგრამ ოღონდ ეს მხოლოდ იმ პირობებში, როცა თვითონ იყვნენ ლეგიტიმურად შეტევაზე საზოგადოების მხარდაჭერით. ხო, დიალოგს ჭირდება ორი მეტნაკლებად თანასწორი მხარე. დიალოგი ხო, აი აქ თანასწორობაც კი მხედველსა და პატიმარს შორის პირობითად რო ავიღოთ, ან ტეორიისა და მძევალს შორის დიალოგი. ოღონდ ამ შემთხვევაში ივანიშვილის რეჟიმი თუ არ არის იმ პირობებში, როცა შეუძლია პატიმარი და ეს ახსენე, თუ ეგრე არა ის დამარცხებულია, მე ვეღაცგან მოვისმენს კრიტიკა. მე მგონი, ხო, ლელო იყო თუ რომელიღაც ამ ტიპის ჯგუფისგან, რომელიც ჩამოთვალე, არ აქვს მნიშვნელობა, რომ აბა რა წარმოუდგენთ ახლა, აბა ხონჩით მიართმევენ ძალაუფლებას თუ რაც, არა, რა თქმა უნდა, ოღონდ მათ ხო მაგაზია ლაპარაკი. ივანიშვილის ტიპის რეჟიმები თუ მათ არ აქვთ საშუალება იმ რეპრესიების ჩატარების, რასაც ატარებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში, ხარისხობრივად ზრდიდნენ და განსაკუთრებით ბოლო წლებსაც გადავიდნენ. ავტომატურად კარგავს ძალაუფლებას. ეს იგულისხმება მან. მაგიტო ვიხსენებ კომუნისტების მაგალითს, რომ ფორმალურად კომუნისტურ რეჟიმს თანამდებობებიც კი ეკავა, ხო? ოქტომბრის 1990 ოქტომბრის არჩევნების წინ. ოღონდ მათ არ ქონათ ანუ რეალურად ძალაუფლება გამოცლილი ქონათ. ამაზე ლაპარაკი და ამიტომ ის დიალოგი, რომელიც მაშინ მიმდინარეობდა და იყო მაშინაც რაღაც ინტერაქციები, იყო სწორი გაგებით, ლეგიტიმური გაგებით ძალის პოზიციიდან პოლიტიკური ოპონენტების მხარეს იყო ძალა რეჟიმის, ხო? ანუ საზოგადოების მხარეს იყო. აქაც იგივე უნდა მოხდეს, სხვა გზა არ არსებობს. კაი. ეხლა სანამ უშუალოდ ივანიშვილზე და ქართულ მოცემაზე გადავალ, მაგალითად რატომ არიან რთულ მდგომარეობაში, მანამდე შენახსენე შეცდომები ურთიერთობაში და არასწორი მოლოდინების შექმნა. და აი არასწორი მოლოდინები მაგალითად აი არის რაღაც საკითხი, რაც მე მაწუხებს და რატო? იმიტომ რომ აი აგერ იყო 4 ოქტომბერი ქონდა. არა, მანამდე სულ არის. მანამდე კი, მაგრამ ყველაზე მწვავე აქვე იყო, არა, უყურე, სულ აი ეს არის რაღაც აი განგზობითი პროცესია რა. სულ არის რაღაც მოლოდინების შექმნა, სულ რაღაც აი მე რაც მახსოვს და ბუნებრივია რომ არასწორი, იმიტომ რომ მაღალი მოლოდინი ხო, იწვევს მაღალ იმედგაცრუებას, ხო, თუ მას შედეგი არ მოყვება და ნუ მე სიმართლე გითხრა ეს ყველაფერი ბუნებრივია მაწუხებს, მაგრამ ეხლა შენგან მაინტერესებს პირველ რიგში შეცდომები. არჩევნების წინ პოლიტიკური ძალა მაგალითად იძახდა რომ რაღაცა მე მჯერა გამარჯვების, ეგ აბსოლუტურად ნორმალურია. ხო? მაგრამ 4 ოქტომბერი, როდესაც სასოწარკვეთაზე და ბრაზზე, ლეგიტიმურ ბრაზზე აყრდნობ შენს სრულიად დაუსაბუთებელ და გაუაზრებელ უპასუხისმგებლო განაცხადს, რომ რაღაცა ესე ხონჩით მოგართმევთ ხალხო, თქვენ აფერი დაგჭირდებათ. ეგ სხვა რამე არის აბსოლუტურად. ამიტომ მოდი ერთ რანგში არ გავიყვანოთ, ხო, ახლა თავისთავად ყველა პოლიტიკურ ძალას, მე მეგონა არჩევნების წინ განაცხადს გულისხმობდი და მე ვუყურებ აი როგორც ერთიან განგზობითი პროცესს, რაღაც უაზრო მოლოდინების შექმნის, მერე მოდის დიდი იმედგაცრუება ამ დიდი მოლოდინების შემდეგ და ეს გრძელდება. და ნუ შეცდომები, აი შენი თვალით და გიგაბოკერიას თვალით დანახული შეცდომები. რა, უყურე ხა, თვალ შორს ისტორიულ წარსულს შემოწავოთ.
ხო და ამიტომ უნდა დამიკონკრეტო, იმიტომ რომ ბევრია და 2012-ის მერე ავიღოთ. მოდი ესე რა, მე უკვე აღარ მინდა 2012-მდე წარსულზე საუბარი. მოდი ისეთ რამეს ვიტყვი. ხო, შენ სურვილია ბუნებრივია. არა, მაგაზე ბევრი მისაუბრია, ანუ. ვიცი რომ ისაუბრია. არ მერიდება მაგაზე საუბარი, მე არ მიმაჩნია მაგაზე საუბარი თავზე ნაცრის ყრად, მაგრამ რა თქმა უნდა ადეკვატური შეფასება, ანუ 2020 წლის მერე ავიღოთ. ხო მე მგონია რომ მე ჩემი აზრით ცნობილია, ამიტომ ვისაც აინტერესებს იმათვის რა თქმა უნდა. ხო რომ ბოლო აი ამ პერიოდში განსაკუთრებით უკრაინაში სულ მასშტაბიანი რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი ჩვენი საერთო შეცდომა, მათ შორის იმათ ვისაც განსხვავებული აზრი ქონა, მაგრამ ვინც ვერ გავიტანეთ ეს აზრი, გულისხმობ ფედერალისტებს ამ შემთხვევაში, იყო იგნორირება ამ მთავარი ხაზისა ივანიშვილის რეჟიმისას, დღესაც მთავარი ხაზია, რომ მოტყუება საზოგადოების თითქოს მათი და მათი შვილების, ჩვენი შვილების და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის გზა არის ის კურსი რუსეთთან დალაგების, რაც ივანიშვილის რეჟიმმა აირჩია და დასავლეთთან დაპირისპირების. ხო, რა იცი რა, ცოტა პერიფრაზი რომ მოვახდინო, ცოტა ესეთი ცინიკური უნდა ვწოდო, რომ აი ესეთი ნაძრილები ჯობია ყავდეს, ოღონდ გადავრჩეთ დაბომბვას. ხო, უტრებას ვახდენ. ხო, გასაგებია. ხო, ისეთი თვითონ ივანიშვილის რეჟიმი ესე არის, ახლა პრაქტიკულად ეგ ხაზი აქვს, თუ ჩვენ აი ისეთები ვართ, თუ ესეთები ვართ და ნუ ხო, აი ყარო კორუმპირებულები ფულს იპარავს, ყველა პრემიერ-მინისტრი ლამის და უმაღლეს თანამდებობის პირები ორგანიზებულ დანაშაულთან შეკრულები არიან, მათი რჩეული გენპროკურორი და მე ყველანი კატასტროფული სურათი, აი ყველაფერი და რუსების საქმესაც ვაკეთებთ, მაგრამ აი ამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ გადაგარჩინოთ სისხლის ზღვრას და ჩვენს ბანაკში ფართო გაგებით ამაზე იყო დისკუსია სხვა შეიძლება შენ ძახტი რომ არ ყოფილა კომუნიკაცია როგორ არ იყო? იყო. კულუარული, საბჭოებრივად დამჩატოთ კულუარული რა, ანუ ჩვეულებრივი ამბავია, კულუარი ნეგატიური სიტყვა არ არის შენი აზრით, ხო? მე მგონი ამ შემთხვევაში. არა, პირიქით ამბობ, ხო? პირიქით ამბობ. ხო და მე ვსახე ჩვეულებრივი ამბავია, ხო რაღაცებზე ინტერაქცია იყო, არასაჯარო ინტერაქციაც, მაგრამ იყო საჯაროდ და ჩვენ ფედერალისტები სამწუხაროდ უმცირესობაში აღმოჩნდით ამ საკითხში. ხო, ჩვენ თვლიდით რომ ეს სამწუხაროდ იმის გამო რომ ეყრდნობა რეალურ საფრთხეს რუსულს, ანუ მოგონილი არ არის, მაგრამ მე ამ იყენებს ყველა ნორმალური გამბედავი პატრიოტი ადამიანის შიშსაც საკუთარი ოჯახის უსაფრთხოებაზე, საკუთარი თავის და ირაციონალურში გადაყავს ეს ყველაფერი და ანუ არასწორ წინაპირობას უყენებს, რომ შესაძლებელია რუსეთთან ესე გადარჩენა, რომ ეს ძალიან ეფექტურია და ამიტომ იქნებ დავაიგნოროთ და მოხდა მთელი კამპანიის განმავლობაში ამ თემის იგნორირება ძირითადი ოპოზიციური ძალების მხრიდან, ყველას მხრიდან თითქმის. ჩვენ არ ვიღე არჩევნებში მონაწილეობა, შეიძლება ვიღაც სადღაც რაღაცას ერთ სიტყვას იზახთ, მაგრამ ჯამში მიდგომა იყო, რომ ცირა ეს იმდენად პრობლემური თემაა და ეფექტური ივანიშვილის რეჟიმის ხელში, ეს ტყვილი, ეს სიცრუე, ეს უსინდისო დეზორიენტაცია საზოგადოების, რომ იქნებ გვერდი აუვაროთ და ახლა ზოგჯერ არის ხოლმე თემები, რომელსაც თლიანად მოგონილია და შენი მოწინააღმდეგის ინტერესებს ემსახურება და ხო, მის იგნორირება ზოგჯერ და შენი დღის წესრიგის წინ წამოწევა ზოგჯერ შეიძლება ეფექტური იყოს და სწორი. ოღონდ ეს სისტემა არ არის. ხო, ისე არა. ეს სისტემა არ არის. არა ომსკი მშვიდობაზე ის გამახსენდა. ორბანის მთელი კამპანია არის აგებული იმაზე, რომ უკრაინა დაესხება თავს, ან ომს აცილებს უნგრეთს, რომელიც დაესხება თავს, ან აიძულებენ ბოროტი ძალები, რომ ჩაერთოს იმაში და შემდეგ. უნგრეთს აიძულებს. ხო, ოღონდ და მართალი ხარ, შენ არ ხარ პირველი, მაგრამ სწორად აღნიშნე, რომ აშკარა პარალელები არის ხო იმაში, რა ტიპის ლიდერები, რა ტიპის იმაშობენ, მაგრამ მაინც უსამართლოა ორბანის მიმართ მისი შედარება ივანიშვილის რეჟიმთან. არა, რა, იმიტომ რომ ისევ ორბანს კი არ ვიცავ, პირიქით, უბრალოდ რა კატასტროფასთან გვაქვს აქ საქმე, ანუ უნგრეთი არის ნატოს წევრი. აი, ევროკავშირის წევრი, ამ შემთხვევაში ნატოს წევრი პირველ რიგში და არავინ ორბანის შატყვნით მაგას არ აყენებს იმის ქვეშ, რომ პირიქით, უნდა რომ იყოს დაცული. და აი უკვე ამ დაცული პოზიციიდან ამ უსინდისო მანიპულაციას მიმართავს. და ჩვენ შემთხვევაში ეს მოღალატეობრივი რუსული სულისკვეთების რეჟიმის მოღალატეობრივი გზავნილი გვეხება ქვეყანას, რომელსაც სასიცოცხლოდ გჭირდება, რომ გადავარჩინოთ სახელმწიფოებრიობა და ვიყოთ იმ ფორმაში, რომ მტერმა მეტი მსხვერპლი აღარ მოგვაყენოს. და ამ ვითარებაში ჩვენ გვჭირდება
სამხედრო პოლიტიკური ალიანსები თავისუფალ სამყაროსთან და რეგიონშიც და ქვეყნის შიგნით განეიტრალება მტრის ძალების, იმიტომ რომ ეგ არის ის ფაქტორები, რომელიც ზრდის საფრთხეს თავდასხმის. ჩვენ ამ თემებზე არ ვილაპარაკეთ არჩევნების წინ. იყო ზოგადად ეს გზავნილი, რომ არა, ყველაფერი კარგად იქნება, ევროპაში მივდივართ, ხოლო ივანიშვილის რეჟიმმა ამ მიმართულებით, სტრატეგიული სიღრმა ჰქონდა და აი დაწყებული პირდაპირ მოღალატეობრივი გზავნილიდან უფრო კარგად შეფუთული, ვითომ სიფრთხილის გზავნილი დასრულებული, ამით გაჟღინდა მათი პროპაგანდა ბოლომდე ნიაღვარი იყო და მიაღწია ყველა ოჯახამდე. მით უმეტეს რომ ხალხი სრულიად ნორმალურია, რომ უყურებს ხო რომ რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ჩვენ გვაქვს გამოვლილი აგრესია და გენოციდი ქართველების ეთნიკური რწმენა 90-იანებში, 2008 წლის აგრესია, რეალური საფრთხე გამოიყენა, ცრუ წინაპირობა წაუყენა წინ და იმუშავა მხოლოდ ამაზე. და მეორე მხრიდან, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ამ ტიპის უსინდისო პროპაგანდასთან დაპირისპირება და მე ვაღიარებ, რომ ეს არ არის მარტივი, იმიტომ რომ ირაციონალურ ამასე ამ შიშს ეხება ყველა ნორმალური ადამიანის. და მე მაშინ დისკუსია რო იყო ზოგიერთმა მისაყოდრა რომ აი ესეთი ეფექტური ერთწინადადებიანი პასუხი ხო არა გვაქვს, ისიც ძახის რომ აი ჩვენ გვინდა მშვიდობა და ომი მარტივ რამეს იძახის, ხო? მაგრამ მე მგონია რომ ამ საკითხზე დუმილი ყველაზე უფრო ცუდი რამე, შეიძლება ბოლომდე ვერ გაანეიტრალო, მაგრამ ის რომ აქედან არანაირი ორგანიზებული წყობრი რეაქცია არ იყო ამაზე, პროაქტიულიც კი რომ გვეჩვენებინა, შეგვეტრიალებინა ეს ნებავს ჭადრაკის დაფა და გვეთქვა რომ პირიქით არის ყველაფერი და ჩვენი უახლესი ისტორია მაგას გვასწავლის, რომ ყველაფერი არის პირიქით, როცა სუსტი ხარ, იზოლირებული მოკავშირის გარეშე და შიგნით წერს შენ პოლიტიკურ სივრცეში შემოუშვებ და გააგზავნი ესეთ სიგნალს, რომ მიმღები ხარ სახელმწიფოების დათმობის, მაშინ გეზდება საფრთხე მსხვერპლის და სისხლის ზღვრის და რომ არ არსებობს მაგალითი რუსეთთან დალაგების ნორმალურ პირობებში, ისე რომ სახელმწიფოება შეინარჩუნო. თუ სუსტ პოზიციაში ხარ, თუ ნატოს წევრი არ ხარ, თუ ამერიკის სამხედრო პარტნიორი არ ხარ, თუ თავდაცვის უნარიანობა არ აქვს, ყველაფერი ეს ერთად. აი, ყველა სხვა შემთხვევაში ეს თავდება სისხლის ზღვრი და უბედურები და ჩვენი ისტორია გვაქვს, კაცო, შევარნაძის პოლიტიკური იძულებითი კაპიტულაციის, ხო? სოხუმის აღების შემდეგ, აფხაზეთში რუსული აგრესიის წარმატების შემდეგ და შიდა პოლიტიკური ამ დაპირისპირების გამოყენებით შევარნაძე მიიღო გაწოლება არა მარტო დსთ-ში შევიდა, არამედ საკვანძო ფიგურები დაუნიშნა ყველა ძალოვან პოზიციაზე რუსეთს. ვინც უკარნახეს, მათ შორის იგორ გიორგაძის ლიდერობით, არანაირი ნატო ევროკავშირზეც არ იყო ლაპარაკი, ყველაფერი ქონდა რუსეთს. და აქედან ერთ წელიწადში აფეთქებდნენ ზუსტად ის ხალხი, ვინც რუსეთმა დანიშნა. უბრალოდ ერთ-ერთი მაგალითი, ერთ-ერთი კი არა, იმისი, რატო ეს თვლი. ამაზე უნდა გვესაუბრო ბევრი ჩვენი უახლესი ისტორიის გახსენებით. იმის ჩვენებით, როგორი უშანსო არის ის ილუზია, რომ ჩაწოლით გადარჩები, როცა რუსეთისნაირ საფრთხესთან გვაქვს საქმე, რომ პირიქით უნდა ვიმოქმედოთ. რაც უკვე ბევრჯერ თქვი, აქ ეხლა, მაგრამ მაშინ უნდა გვექნა. ეს გონია აი ბოლო ეტაპზე ყველაზე დიდი შეცდომა. ეგ როგორი მომენტია, ეცე უნგრეთი მხოლოდ პროპაგანდის კონტექსტში მართლსაწვდომია ორბანი და მხოლოდ ზელენსკიზე დგას პრაქტიკულად მისი კამპანია, მაგიტო გამოიყენა ეგ მაგალითად, თორემ ბუნებრივია. მე პარალელი აბსოლუტურად ლეგიტიმურია. შედარება ჩვენი რუსეთთან შეუძლებელი, უკაცრავად უნგრეთთან შეუძლებელია, იმიტომ რომ ჩვენი საფრთხე გასებით უფრო მყისიერია და ჩვენი საფრთხე, შენ არ გჭირდება შორს წასვლა. გაივლი და ორბანსთან ის გარემოცვას ამ უსინდისობის ფუფუნება აქვს წყალებში იძახი რა. კი არ ვამართლებ არანაირად პირიქით კაცო. უბრალოდ აი ერთი რაც მინდა პირადად ტრობა თავისუფალი სამყაროსი ყველა ვინც პირადად ჩემმა რაც მინდა თქვა, შენ აფხაზეთი ახსენე და ეგ ჩემს ყველაზე მყინვეული თემაა, იმიტომ თავად სოხუმელი ვარ, მაგრამ ყველაზე კარგი მაგალითები ვთქვათ აფხაზეთის ომშია, რომ რუსეთი აი ჩემ ხსებაში დაამწარე და ჩაბეჭდილი და ჩაბეჭდილი არის ყველაზე მწარი. იცი? ყოველი შეთანხმების მერე, ხო, ყოველი შეთანხმების მერე ხდებოდა გენოციდი. პირველი შეთანხმება მოხდა გაგრა, მეორე შეთანხმება ხდება შრომა და შრომა კამანი აიღეს და ტამიშის დესანტი, მანამდე 15-16 მარტის შემოტევა და მესამე შეთანხმება და ხდება საბოლოო აქტი ჩვენი განადგურების, და ისტორიაც რო აიღო, არა მარტო ჩვენი ურთიერთობის რუსეთთან, შენ რო აიღო რუსეთთან ურთიერთობის ისტორია ნებისმიერ სხვა ხალხების. მათ შორის ყველაზე კარგი მაგალითი არის ჩრდილოელი ხალხები, რომელთა ოკუპაციას და ასიმილაციას რუსეთმა დიდი ხნის წინ მოახდინა. ჩუქჩები ავიღოთ მაგალითად, სულაც არ იყო ჩუქჩა, როგორც არის ანეკდოტალურ პერსონაჟი, რომელიც მე გაალოთეს და დააბეჭავეს და შემდეგ და თუნდაც ეხლა რო აიღო უკრაინის ომში, ყველაზე დიდი დანაკარგები აქვთ ეგრეთ წოდებულ ნაციონალურ რესპუბლიკას, როდესაც
დაღესტანს აქვს გაცილებით მეტი დანაკარგი, ვიდრე პირობითად მოსკოვს თუ ვოლოგდას რა და ანუ აი მართლა ისეთი რაღაცა ამაზე შეგვიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკოთ, მაგრამ ეხა ჩვენ მაგის სწორედ ამიტომ ჯერ კიდევ წინა პოლიტიკურ გუნდში ჩავთვალეთ, რომ ბევრი თვალსაზრისით ეს იყო სწორი მომენტი იმის გასაკეთებლად, რაც ადრეც გასაკეთებელი იყო და ამიტომ ქონდა და ვაგრძელებთ საერთაშორისო ასპარეზზე ამ კამპანიას ბუჩამდე იყო აფხაზეთი, იმიტომ ბევრი საყვედურობდა, რომ რა ამ ტკივილის გახსენებას რა აზრი აქვს. და ჩვენ თვლით, რომ ჯერ ერთი თავის დროზე არასაკმარისი იყო ყურადღება ამ მსხვერპლის მიმართ და იმ ხალხის ხსოვნა და იმ ხალხის ტკივილი, ვინც გადარჩა და ხსოვნა, ვინც ვერ გადარჩა, მწუხაროდ იმსახურებს ამას, მაგრამ ამას გარდა ჩვენ გვქონდა პირდაპირ ლეგიტიმური მორალურად და პრაგმატულად ამოცანა, ხო, ამ ყველაფრის გახსენების და ეგ ეპიზოდი თქვენ შევარნაძე თვითონ იძახის. უკვე მესამეჯერ ეს ინტერვიუ აქვს სოხუმის დაცემის პერიოდში, ხო, რომ მესამეჯერ მოგვატყუეს ამ ფრაზას იძახის და ხო, ზუსტად არის აღწერილი ის, რას ნიშნავს, როცა ხარ სუსტი, შიგნით დაყოფილი და შანსს ხედავ რუსეთთან კომპრომისში, ბჭყალებში, ან გაგორებაში, ან სუვერენიტეტის ნაწილობრივ დათმობაში. სუვერენიტეტის დათმობა იყო, ხო, თუ თავდაცვის შინაარსაქმეთა და უშიშროების მინისტრს უნიშნავ იმას, ვინც გინდა, ამას მეტი რა უნდა იყოს, ხო? რუსეთის ხასიათი და ნატურა ეგაა და პარადოქსი, რომ არ ჩერდება ტიპი. ანუ არ ჩერდება. რაც არ უნდა მიიღოს, მაინც უნდა ფუნდამენტური ამოცანა აქვს, რომ სახელმწიფოებრიობა არ უნდა დაუშვას მეზობლების წარმატებული. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში მარცხის რევერსი არის, ხომ ისი ამოცანა გამოცხადებული და ამას სჭირდება სახელმწიფოებრიობის განადგურება მეზობლების. შეიძლება ფორმალურად დაუტოვოს, ხო, ამიტომ ეგ შანსი ამ ისტორიის ეტაპზე არ გვაქვს. ჩვენი შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, არის სწორედ იმაში. თავდაცვისუნარიანობის ზრდა, ნახტომისებური, ქვეყნის შიგნით მტრის ინფრასტრუქტურის განეიტრალება და ძლიერი მოკავშირეები. ეს არის ამოცანა იმისთვის, რომ სახელმწიფოებრიობა შევინარჩუნოთ და შევამციროთ ან გავანეიტრალოთ შანსი, რომ მტერმა სისხლისღვრა მოგვახვიოს თავს. ხო, ამიტომ მაგიტომ მოყავს ხო მაგალითები ლიტვა, ლატვია, ესტონეთის ხო? ისინი იყვნენ სწორ მომენტში, ფორმაში, როცა რუსეთი დასუსტდა, გახდნენ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორები, ნატოს წევრები, ქვეყნის შიგნით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემა აწყეს, რომელსაც რუსეთი ებრძვის, უპირისპირდება ყველანაირად, მაგრამ ისინი დღეს არიან 1000 გზის უფრო დაცულები, ვიდრე უკრაინა, რომელიც გმირულად იბრძვის ჩვენ და მოლდოვა მაგალითად, ხო, რომელსაც სხვა გზების სადა, ხო, აი იქით-აქით მე ისე გულისხმობ პოლიტიკურ კლასს უკრაინაში, არა უკრაინელ ხალხს, რომელსაც აჩვენა, რომ უზარმაზარ სიმტკიცის და ვაჟკაცობის და გამბედაობის. ეხლა რუსეთთან უნდა წამოგიყვანო, უნდა დაუბრუნდეთ. კი, დროც ისე გვაქვს, უკვე ზღვარზე ვართ. კი, და ამიტომ შენ ახსენე, რომ რთულ მდგომარეობაში არიან რა. ნუ ერთი რაც ხა მე პირად შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანს რო ლეგიტიმაციას გთხოვს, რავი, გიგა მაღიარე გინდა თუ არა. ხო, ანუ მე რო შენ ლეგიტიმაციას გთხოვან, შენ რომ მე ლეგიტიმაციას გთხოვ, აი რაღაც ნონსენსია. ეს არ ხდება. მხედრიონი აკეთებდა ამას ავტომატით. ეგ პრობლემაზე მიანიშნებს რა, ლეგიტიმაციას რო შენ ვითხოვ კანონ სისხლის სამართლებრივი რაღაც ძალით, ეგ უკვე პრობლემაა. ხო, მაგრამ პრობლემა კი ეს არის აღიარება, რომ არ გაქვს ეს ლეგიტიმაცია. ეს მაგის აღიარება, მაგრამ უყურე, აი უბრალოდ რო ჩაურმავდეთ, რატომ არიან შენ თუ მდგომარეობაში და მეორე აი ეს ცნობილი ისტორია, რომელიც კარგად ახასიათებს ბიძინას. რატო არის ეს ადამიანი შეთქმულებების თეორიების შეპყრობილი, რა დონეზე შეიძლება იყოს შეთქმულებების თეორიებით შეპყრობილი რა. ნუ ხვდები ალბათ რა ისტორიაზეცაა საუბარი. ხო, კი ბატონო. თუ შეიძლება აქედან დაიწყო პრინციპში. ხო, ნუ რაც საჯაროდ ნათქვამია ის მე მგონი თავისთავად ძალიან მეტყველი ამბავია, რომ ივანიშვილი მათ შორის იმ კატეგორიას მიეკუთვნება ადამიანებს, რომელსაც აი რაღაცას რო უყურებ, ხო, არაფერი არ შეიძლება იყოს სიმართლე რა ჩანს, ყველაფერი არის რაღაცის ამის უკან დაფარული, ხო? ეს არის რაღაცა საბჭოთა ჰომოსოვეტიკუსის მიდგომა, იმიტომ რომ ყველაფერი ტყუილია, რასაც გეუბნებიან და შენ უნდა ეძებო სიმართლე უკან, ახლა ჩემ შემთხვევაში ეს შეეხებოდა 11 სექტემბერზე მის კითხვას, რომ ხომ არ იყო აქ მოსადი ჩარეული, ხო? ხო, თავისთავად ესეთი რამეა, ხო? პატივია რომ თვლიდა რომ მე უნდა ვიცოდე იმის შესახებ თუ იყო. ჩემთან მოსვლა ჩვენ მქონა ხელისუფლების გადაბარების პროცესში, საჯაროდ იყო ეს პროცესი, ხო? მე მქონდა ჩვენ მქონდა შეხვედრა მათ წარმომადგენლებთან, სანამ ის უკვე არჩეულები და გამარჯვებულები იყვნენ, მაგრამ ჯერ ფორმალურად ხელისუფლება არ ხონდათ, რომ ეს პროცესი ყოფილიყო მაქსიმალურად ქვეყნის ინტერესებისთვის არასაზიანო და პირიქით მას რო სხვა ტიპის ნება ქონოდა, პირიქით ეს როგორც პოლიტიკური კაპიტალი ქვეყნის უნდა გამოგვეყენებინა ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე. ხო, რომ აი ესეთი ქვეყანა ვართ, რომ ეს შესაძლებელი. ეს იყო ამოცანა ჩვენი გუნდის
პრეზიდენტ სააკაშვილის მეთაურობით, ხო? და მე როგორც უშუალოდ დივანი, მასთან მივედი, რომ ამ თემებზე ისე როგორც იმაზე, რასაც ჩვენ მივიჩნევთ ყველაზე დიდ საფრთხეებად ქვეყნისთვის, მყისიერ საფრთხეებად რუსეთის მხრიდან, სადა როგორ მომავალი ხელისუფლებისთვის მომეხსენებიან. Როგორი სკეპტიკურებიც არ უნდა ყოფილიყავით, ეს საერთო გადაწყვეტილება იყო. მე საჯაროდ თქვით კიდევაც, თან მათი გამარჯვების შემდეგ პირველი განაცხადებს თუ ნახავთ, განსხვავებით კამპანიისგან, მაშინ ივანიშვილის რეჟიმმა ჩათვალა საჭიროდ, რომ უნდა ეთქვათ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ იგივე კურსს დასავლეთისას. იქამდე უკვე ნათქვამი ქონდა ის რაღაცები, რაც საგანგაშო იყო და პროგრამაში ეწერათ საგანგაშოდ კატასტროფული გზავნილი, რომ დაპირისპირების საგანი არ უნდა ვიყოთ დასავლეთ და რუსეთს შორის ჩვენო. ხო, ეგ ზუსტად იგივე კამპანიის ნაწილი იყო, რაც ეხა აქვთ, ხო, რომ თუ ერთი მხარე გიპირისპირდება და მოკავშირე არ აკავს, ეგ მშვიდობა კი არ არის, ეგ არის პირიქით დათმობა, ანუ დასავლეთ და რუსეთი გამოგვეთიშოსო და დასავლეთ თუ გეთიშება და რუსეთი არ განებებს თავს, ეგ არის ხო კატასტროფა, ხო? მაგრამ მაინც, იმიტომ რომ ეს განცხადი იყო, შევხვდით და იქ მან ჩათვალა შესაძლებლად, რომ ეს ამ ტიპის კითხვა დაესვა, რაც ჩემთვის დამატებით საგანგაშო იყო და მის შემდგომ მოღვაწეობა სხვა თვალსაზრისითაც ადასტურებს ამ საგანგაშო მიდგომას, შეთქმულების თეორიებისა და მიდრეკილება და ზოგადად კიდევ ხოლმეორები ეს მიდგომა, რომ ანუ ზოგადად არაფერი არ არსებობს არც ცალსახად რაღაცა ტირანიები და არ არსებობს თავისუფალი სამყარო, როგორი არაიდეალურიც არ უნდა იყოს. ყველაფერი მოსულა და ყველაფერი შესაძლებელია, ყველანაირი ბორო და თუ რამე შანსი არის, რომ ამ ზედაპირზე რაც უყურებ, ის უკან იყოს ბნელი და ცუდი ბოროტი სიმართლე, ის არის ნამდვილი. და ამ შემთხვევაში ხო, კონკრეტული მიმართულებით თან, ხო? ამიტომ მე მგონია, რომ ხო, ეგ ასპექტიც ცოტი არის, შეიძლება ითქვას, რომ ეგ ასპექტი იმასთან ერთად რა ნაბიჯებით მან გადადგა და როგორც მოახდინა სწრაფად დემონსტრირება, რომ ბუნებრივი მოკავშირეა რუსეთის და არ ჭირდება რაღაცა მითითებების, ჩემი აზრით, მითითებების მიღება ყოველდღიურად. როცა ამ ტიპის მოკავშირე ხარ, მე მითითებები შეიძლება მიიღო რაღაც მომენტში, რაღაცაზე. მაგრამ მითითებების გარეშეც ბუნებრივად აკეთებ იმას, იმ კლიმატს ნერგავ, იმ ატმოსფეროს, იმ გაგებებს, რომელიც მტრის ინტერესშია და რომელიც ჩვენ სახელმწიფოებრიობას და ჩვენს იდენტობას ანგრევს ქართულს. სხვა შორის ამაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, რაც მან საჯაროდ თქვა. ეს ეგზოტიკური ამბავია, ხო? მე მკითხა მოსადის ხო არ იყო, ხო არ ვფიქრობ, რომ მიიღო თუ არა მონაწილეობა 11 სექტემბერში თავისთავად. რა დაშვებაა, ხო, თავისთავად. ორივე, რომ ეს შეიძლება ესე იყოს და რომ მე ეს უნდა ვიცოდე. და კიდე მესამე რომ უნდა უთხრა მას ეს. ხო? და მაგრამ ის მეორე განცხადება, რომელიც ხშირად დავწყებულებან თქვა, რომ ისე ცირა და ზუსტი არ მახსოვს, მაგრამ საქართველოს მოკლედ თუ რა კორუფციაზე ყოლაპარაკი და რაღაცებზე რა წინა ხელისუფლებას ლანძღავდა, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, მაგრამ იქ არ იყო პრობლემა. პრობლემა იყო ის რომ თქვა, რომ ყოველთვის იქნება აი ურთიერთობის და ნათესაობის და ამის ქვეყანაა, ხო? მე ერთ-ერთმა მისმა ტიპმა ხო თქვა, რომ ქართულ ჯიგრულადო, ხო? აი ეგს ჰქონდა უფრო გაშლილი. ანუ ეს რა გზავნილი იყო, ხო, რომ ის რაც ჩვენზე არსებული რუსული მეტროპოლიის კლიშე იყო, რომ ქართველები ნიჭიერი ხალხი, სპორტი რა, ცეკვა, რაღაცა ყველაფერი, ხინი, სუფრა, ანუ ყველაფერი ნეგატიურად გვიძახი, ამას ციტირებ. ოღონდ თქვენ ხართ იმ პატულმოვლი, თქვენ სერიოზული სახელმწიფოებრიობა თქვენი საქმე არ არის. და ხოლმე მექთამეობა და კრიმინალი და რაღაცა ეგ აი ბუნებრივი თქვენი ეს არსებობდა მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში და 90-იანების ამ წარუმატებლობამ ქართული პოლიტიკური კლასის სხვა ისე ანატომიით და დოზით ეს დაადასტურა და ესე იყო და მათ შორის შეიძლება ეს მოგესმინა არა მარტო რუსული წყაროებიდან მე ეს გადადის ხებზე რომ ხო ეხლა მანდ არაფერი არ ეშველება არც ჩაწყობას არც მექთამეობას ეგ ეხლა ესეთები ვარ და ნუ იმას ვთქვი კარგი ხალხისგან მქონდა ეს მოსმენილი ჩემ წრეში რომ ეს წმენა და ინფანტილური იყო ჩემი და ჩვენი თანამოძრაობის გუნდის ვარდების რევოლუციის წინ და დროს და მე და ეს ამ კაცმა პირველი ეგ თქვა რომ ეს არის ჩვენ ვართ ესეთ გაგი აი ჯიგრული უთერთქვევა ანუ და მეორე რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო მე აი იმათო სახელმწიფოს ხმარობდნენ ისინი ტერმინს წინა ხელისუფლებას სახელმწიფო მე სამშობლო მე მიჩვენიო ანუ ყველგან აჩვენებს რომ ანუ ჩვენ არ უნდა გქონდეს და ვერ უნდა გქონდეს ამბიცია რომ წარმატებული სხვებთან კონკურენციაში წინ წასული სახელმწიფო ერი ვიყოთ არა რაღაც აი ჩვენი ისტორია ყველაფერს იტყვიან ახლა მათ პროპაგანდას დავაკვირდებით სულ ეს დროშა უჭირავთ ხო და ეს წლებია რუსული პროექტი იყო რომ პატრიოტული დროშა უნდა ეჭიროს მოღალატეს ხელში ხო ან ვინც
გუნურად მოღალატის საქმეს აკეთებს, ხო? ყველა ეს ადამიანები, ვინც ფუნდამენტურად ანტიქართული არიან, თან არიან ჩვენი იდენტობის, რწმენის, მწამსის დამცველის დროშით აღებულები. და ეს სხვა შორის კიდევ შესწომაზე როცა ვლაპარაკი, იყო რომ ამის შესაძლებლობა რომ მივეცით ყველამ ერთად სხვა ეტაპზე, ეგ შესაძლებლობა ამას სჭირდება, გამოსწორდა და ამიტომ სხვა შორის ისევ ჩვენ სტრატეგიაში ეს გზავნილი არის, რომ ჩვენ დიახ, ჩვენი გზავნილი არის, რომ ჩვენ ვართ ქართული იდენტობის დამცველები და მწამსის და დიახ ქრისტიანული ევროპული ცივილიზაციის ნაწილი რო ვართ მაგისი ჩვენი უძველესი ძირებიდან ვახტანგ გორგასლიდან დაწყებული კარზელებული დავით აღმაშენებელი და შოთა რუსთაველი და მე-19 საუკუნის თერგდალერები და ილიათი ვინც ჩამოაყალიბა თანამედროვე ქართული იდენტობა და პირველი რესპუბლიკით რომ აი ამ ყველაფრის და მარო მაყაშვილით რომ ამის მტრები არიან რუსები და მათი საქმის კეთებელი ივანიშვილის რეჟიმი და ჩვენ წარმოვადგენთ მაგას ეს უნდა ქონდეს და ეს კაცი რომ მოვიდა თავიდან თლიანად ამ ყველაფერს დაუპირისპირდა, იმიტომ რომ ეს არის საბჭოთა რუსული აი ამ ატმოსფეროში გაზრდილი, ნუ პლუს 90-ის მოსკოვში აი დაუნდობელ ბრძოლაში ჩამოყალიბებული ადამიანი, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ რაღაც აი შვიდად უნდა ვიყოთ, რომ პროვინცია ვიყოთ რა, აი დიდი მოთამაშეების მეშ და არ გავიქაჩოთ არაფერზე, რომ გადავრჩეთ. ამას ცდილობს ეს შემოგვასაღოს და უსინდისოდ ყოლსეუნება საზოგადოებას და ჩვენ უნდა უთხრათ მათ, რომ ეგ არის გზა კადიროვების ბოგინის საქართველოში. მაგ გზით თუ ამბიცია არ გაქვს, თუ სახელმწიფო ერი ვერ ახარ, თუ სახელმწიფოთ ვერ შედეგი, თუ მოკავშირეები არ აქვს, თუ მტერმა იცის რომ ადვილად დამორჩილებადი ხარ, დაგიმორჩილებს, გიკარნახებს და მე როგორც შენ გაიხსენე, როგორც უმცირესობების იქაურის წარმომადგენლებს თავის ომში გჯილდოთ, როგორც 300,000 ქართველზე მეტი გაწყდა საბჭოთა რეჟიმის მოწმობით. ბებიაჩემის ძმა არის ერთადერთი დაღუპული ქერჩი. 53-ში. მე ბებიაჩემის ძმა და ბაბუაჩემმა ხელი დაკარგა ამ ომში, მაგრამ ყველა ოჯახი არ არსებობს, რომელსაც რაღაც შეხება არ ქონა, იმიტომ რომ უზარმაზარი მსხვერპლი გავიღეთ. ისევ მე კი არ ვადარებ ახლა ფაშისტური ჰიტლერის გერმანია და სტალინისტური რუსეთი თანაზომადი ბოროტევები იყო. მაგრამ ეს მაგალითია რომ სხვის ომში, მაგრამ კიდევ უფრო ძიმე მაგალითები მე გვაქვს, ხო? ავღანეთის ომში ბევრი ქართველი მოკვდა ამ სუფთა აგრესიაში და დღესაც რუსეთში ხდება, ეგ არის ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს და ამასთან ერთად თუ შენ სახელმწიფო ერი არ ახარ, თუ დაცული არ ახარ, ამ ტიპის გავლენის სფეროში თუ რჩები, კადიროვები ბუნებრივად მოდიან, რომ წაგლიჯონ, იძალადონ და გადაგიარონ თავზე. თუ სუსტი ხარ. მე მაგაზე მომისმენია პასუხებია ამ ფსევდოპატრიოტების ერთ-ერთთან ესეთ კომპრომისულ უმაზე წავიდეთ დებატებში, რომ ეხა აი მე კარზე მოგვადგებიან, მე ვიშიშვლებ ხმალსო. ხო, ანუ ხო, ეგ არის კატასტროფა, ანუ მტერი უნდა იქამდე დაისუსტო თავი, შემოუშვა, ხელი ჩამოართვა, რომ აი გაზრევ ყველაფერს ოღონდ არ ფიქრა და მე როცა არაფერი აღარ შეგიძლია, მე ვიშიშვლებ ხმალს, ეგ არის სიცრუე, ეგ არის კარგი ადამიანებისგან თავის მოტყუება, ხოლო ცუდი ადამიანებისგან ივანიშვილის მეთაურობით და მისი არარაობები გარემოცვის ჩათვლით, უბრალოდ საკუთარი ძალოფების და ფულის შენარჩუნებისთვის ქვეყნის ღალატ. ერთი ნაწილი. რატომ არიან რთულ მდგომარეობაში? იმიტომ რომ საზოგადოებისგან ნახეს გაუტეხლობა მისი მნიშვნელოვანი ნაწილისგან. რომ მათ აი იმ განცხადების მერე როცა ჩამოყალიბდა ვითარება რომ გვაგუებენ სახელმწიფოებაზე უარის თქმას, ეს წინამდებობა დაიწყო და არა მარტო იმ თვალსაზრისით რომ მრავალ ათობით ათასიანი და 100,000-ზე მეტიანი აქციები იყო. თუმცა ეგეც განაცხადია მრავალრიცხოვნობა. მაგრამ მრავალრიცხოვნობა მუდმივი არასოდეს არ არის ხოლმე, ხო, ეროვნული მოძრაობის დროსაც კი მოკლე მონაკვეთში იყო პერიოდი მრავალრიცხოვანი აქციების და მერე აღარ იყო რაღაც პერიოდი მრავალრიცხოვანი აქციების, სანამ საბოლოო გარდახა მოხდა. მაგრამ რაც აქ დადასტურდა რომ ამ რეპრესიების ამ უსინდისო კამპანიის მიუხედავად რომ საწარმოებენ ამ წარმატებული ამბის მიუხედავად რაც აი ომის შიში აქვს დაგებული დღემდე საკვანძო ნაწილი საზოგადოების ამ მიუღებლობას ინარჩუნებს და ეს მიუღებლობა მათთვის არის აუტანელი ერთ-ერთი მათი პროპაგანდისტი იყო ხო ამასთან თელევიზიაში რომ თქვა რომ ვეღარ დავდივარ გარეთ აღარ გავდივარ და ეხა იმან რაღაცა ეგზოტიკური მაგალითი მოიყვანა მე მაგ მაგალითზე არ ვლაპარაკობ ამას ისინი გრძნობენ ყველგან არა მარტო მტყვანები არიან ეხო იციან გულის სიღრმეში ხო მოღალატემ იცის რომ მტყვანია ხა მათმა ხო ну ვიღაცები შეიძლება უგუნური იყოს რომ მაგდენი ფიქრი არ აქვს მაგრამ ჯამში რა პლუს ხედავენ რომ ისინი დაპირისპირებული არიან ქართული საზოგადოების იმ აქტიურ ნაწილთან რომელიც დღემდე მტკიცე და გაუტეხელი არის და ეს მათთვის არის ძალიან ძიმასთან იმიტომ რომ მათ ხომ მრწამსი არ გააჩნიათ იმ ხალხს ვისაც არ აქვს მრწამსი ხო უჭირს ასე დაპირისპირებაში გზელვადიანად შენარჩუნება პოზიციების ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის რაც მათ ტკივად ლეგიტიმურად მშვიდობიანად და გავაფართოვოთ ის რომ ნაკლები ზიანით ჩამოაცილოთ ძალაუფლებიდან ივანიშვილი და მისი გარემოცვა. კარგი. მადლობა პრინციპში. ამ ოპტიმისტურ ნოტაზე. ეწორება. არ
თუ რამე რეპლიკის სახით თუ გინდა არა, მე მგონი მე პოლიტიკოსებს ვისება გაუჩერებად საუბრობთ თუ არ აწყვეტინებდე შენ არ მაწყვეტინებდი მადლობა ამისთვის არა მე მეგონა რომ გაწყვეტინებდი და ცოტა გიგა ბოკერია იყო ჩვენი სტუმარი და დიდი მადლობა თქვენ ასევე გადაცემის ყურებისათვის გამოიწერეთ ჩვენი გადაცემა და გამოყვებით YouTube-ზე მადლობა